დღეს საქართველოსთვის ევროპის კარი გაიღო საღამო მშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ დღეს გადაცემაში წარმოგიდგენთ. მე ვარ ქართველი და მაშაცა და მე ვარ ევროპელი. I am Georgian and therefore I am European. Am ისტორიული ფრაზებიდან ზუსტად 15 წელი გავიდა. დღეს 2014 წლის 27 ივნისია, უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. ეს არის ისტორიული მოვლენა, შეუქცევადი გზა ევროკავშირისკენ. ვისაც გაღელვებთ ქვეყნის და საკუთარი ოჯახების მომავალი, დღეს რეაქციას აუცილებლად უნდა უყუროთ, რას მოუტანს ეს ხელმოწერა თითოეულ ჩვენგანს, რა შეიცვლება საქართველოს მოქალაქეებისთვის და რა შეიცვლება მთლიანად ქვეყნისთვის. ასოცირებაზე ხელმოწერა ვერ და არ უტოლდება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, მაგრამ ძალიან ახლოს მიდის მასთან თავისი სამართლებრივი პოლიტიკური დატვირთვა. დღეს საღამოს 10-ზე რეაქციაში პოლიტიკოსები, ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლება, საზოგადოება, საქართველოს ისტორიის ახალი ეტაპი და მთავარი კითხვა, რა შეცვლის დღევანდელი დღე, ჩვენ ვირჩევთ ევროპას, როგორი იქნება რუსული რეაქცია უკრაინის მოვლენების ყვალდაკვალ და არსებობს თუ არა საფრთხეები, შემთხვევითია თუ არა რუსეთთან მიერთების რეფერენდუმის საკითხის დაცვა ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის მხრიდან მაინც და მაინც ეხლა, რას ნიშნავს ლავროვის განცხადება, რომ თუ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ნეგატიური შედეგები მოჰყვება, რუსეთი თავდაცვის ზომებს მიიღებს. თუ ჩვენი მთავრობა ეფექტურად არ იმოქმედებს, ქვეყანა შეიძლება საერთოდ ორად გაიყოს. რუსეთთან ენის მოჩლეკით საუბარი, არასწორი საგარეო პოლიტიკა. არ ველოდები, რომ რუსეთს შეუძლია საქართველოს სერიოზულად დააზარალოს. რას მიიღებს ევროკავშირთან ასოცირებით საქართველო და რა სარგებელს ნახავს ჩვენგან ევროპა, გაგიმარტივდება თუ არა სავიზო რეჟიმი, იგრძნობს თუ არა საკუთარ თავზე დღევანდელი დღის მნიშვნელობას რეალურად საქართველოს ყველა მოქალაქე, ვარ თუ არა ევროპელები და რას ნიშნავს ევროპელობა საქართველოსთვის, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, თავისუფლება, განათლება. ეს არის ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური სრულფასოვანი ინტეგრაციის განსაზღვრელი დოკუმენტი. კონკრეტულ შედეგებს ჩვენ მოვიმკით რამდენიმე წელიწადში. დღეს იმედზე ზუსტად 22 საათზე ირაკლი ალასანია, გიორგი ბარამიძე, გრიგოლ ვაშაძე, მანანა ყობახიძე, სალომე ზურაბიშვილი, ნინო გურჯანაძე, ლაშა ბაქრაძე, სერგი გვარჯალაძე, ქეთათო ჩარკვიანი, გიორგი კეკელიძე. ვიწყებთ საღამოს 10-ზე, რა შეცვლის დღევანდელი დღე ჩვენს ცხოვრებაში. ხელშეკრულებას ხელი პრემიერმა ღარიბაშვილმა მოაწერა, გვიან საღამოსთვის დაგეგმილ ზეიმზე კი მასთან ერთად მისასალმებელი სიტყვით პრეზიდენტი მარგველაშვილიც იქნება. მე ვარ ქართველი მაშისა და მე ვარ ევროპელი ზურაბ ჟვანიას მიერ წარმოთქმული ამ სიტყვებიდან ზუსტად 15 წელი გავიდა. დღეს საქართველოსთვის ევროპის კარი გაიღო. რას ნიშნავს ეს კარის გაღება ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობის უზარმაზარი პროცენტი სიღარიბის გამო სწორედ ევროპის ქვეყნებშია წასული სამსახურის და საარსებო ფინანსების საშოვნელად და საკუთარი ოჯახების გადასარჩენად. დღეს პოლიტიკოსებისგან ბევრი განცხადება და შეფასება მოვისმინეთ. ამიტომ ამ შეფასებების ყვალდაკვალ რეაქციაში უკვე შევეცდებით პასუხები მივიღოთ იმ შეკითხვებზე, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს მოსახლეობას, რას მოგვიტანს ევროპა და როდის შემოვა ევროპა თითოეული ჩვენგანის ოჯახში. რას ელით და რას ნიშნავს უფრო მეტად თქვენთვის ევროპა, ეს არის ეკონომიკური კეთილდღეობა, პოლიტიკური სტაბილურობა თუ ადამიანის თავისუფლება. ეს იქნება დღეს ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვა, ჩაერთეთ ინტერაქტივში ზარი უფასოა, ასევე გამოგვიგზავნეთ თქვენი პასუხები ჩვენს Facebook გვერდზე, სახელწოდებით რეაქცია ჩვენ ვირჩევთ ევროპას, როგორია ხალხის რეაქცია დღეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ 27 ივნისს. დღეს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა. მასზე დავიწყოთ, როგორი იყო ხალხის რეაქცია, როცა პირდაპირ ეთერში მათთვის ევროპის კარი გაიღო რამდენიმე წუთში. მე სტუდიაში მოვიხმობ ჩვენს მთავარ სტუმრებს, მანამდე კი მივესალმები აუდიტორიას. საღამო მშვიდობისა, გილოცავთ, დღეს ევროპის კარი გაიღო ჩვენი ქვეყნისთვის. მაინტერესებს აპლოდისმენტები სადაც. არა ჩემთვის აპლოდისმენტები მოვლენასთან დაკავშირებით. როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც თქვენ უყურებდით პირდაპირ ეთერში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალს? თუ შეიძლება დავიწყოთ, მე მაინტერესებს თქვენი რეაქცია, რამოდენიმე პასუხი და შემდეგ სტუდიაში მოვიხმობ ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულები საქართველოს საგარეო საკითხებში. გისმენთ? მოგესალმებით, ბადრი შუბლაძე. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, ცოტა აქსესუარით შევიცვალე, თეთრი ჩავიცვი, წითელი
აჭიმები ქვია რა ქართულად ამას გავიკეთე სამწუხაროდ წითელი ჰალსტუხი არ მქონდა რომ გამეკეთებია მიხარია რომ საქართველოს მრავალ საუკუნოვანი მინდოდა ოცნება მეთქვა მაგრამ დღეს რაღაც ცოტა სხვანაირად ასოცირდება მრავალ საუკუნოვანი სურვილი მოხდა ის რომ დღეს საქართველო გახდა პატარა ნაწილი ევროპისა საიდანაც მიდის მთელი დემოკრატიული სამყარო ყველა ვისაც უნდა მომავალი არის ევროპისკენ და ევროპული ძვირფასეულობისაკენ. დიდი მადლობა. რა სიტყვით თქვენ როგორი იყო თქვენი რეაქცია და რა იყო თქვენთვის რეალურად დღევანდელი დღე? მოგესალმებით რეფორმატორები გიორგი ჭილაშვილი. ძალიან მაგარი რეაქცია მქონდა, იმიტომ რომ ეს 21 საუკუნეში ეპოქის მოვლენა, უძლიერესი მოვლენა იყო. რამე თუ ასოცირების ხელშეკრულება არის წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი ევროპულ ოჯახში შესასვლელად. მე მახსენდება ისტორიაში ყველაზე მაგარი ფაქტი, რომელიც შეიძლებოდა მელანქოლიის გადმონაშთი ყოფილიყო. სულხან საბა, რომელიც ნანოდინები იყო ლუი მე-16-ის კარზე. დღეს შევიდა სულხან საბა ევროპაში, დღეს შევა საქართველოს ევროპაში. ეს იქნება შეუქცევადი და ეს იქნება ყველაზე მაგარი ეკონომიურად, პოლიტიკურად და ადამიანის უფლებების ყველა პრორუსულმა ძალამ დაინახა, რომ 25 წლის განმავლობაში მათი კოლაბორაციონისტი პოლიტიკა იქნება დაღუპული და ევროპას ალტერნატივა არ გააჩნია. აი ეს არის რეალობის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გქონდა. მოგესალმებით პირველ რიგში, მეც ძალიან მინდა რომ ახალგაზრდასავით ვიზიარებდე მის ენთუზიაზმს, მაგრამ ჯერ პირველ რიგში მივესალმები, რა თქმა უნდა, მისასალმებელია რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ყველა ადამიანი ალბათ ანახმა უნდა იყოს. უბრალოდ არის ერთი ასპექტი, რომელიც მოიცავს ესეთ რაღაცას, რომ ყველა სახელმწიფოსთვის ასოცირების ხელშეკრულება დგება ინდივიდუალურად. მთავარი არის რა მოითხოვა, რა მოთხოვნები დააყენა ჩვენმა ქვეყანამ, რა მოთხოვნები დაუკმაყოფილა ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირს და რაზე წავიდა იმის სანაცვლოდ რომ შესულიყო ევროკავშირს. თორემ რა თქმა უნდა ევროკავშირში ყოფნა და ევროპაში ყოფნა ყველასთვის მისასალმებელი არის, მეც მივესალმები პირადად. ყველაზე გაქვთ ეჭვი რომ რაზე წავიდა, რას ამბობთ ანუ? არ ვიცით, მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე ვარ ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც ვარ სრულიად დეზინფორმირებული, არ ვიცი რა გააკეთა მთავრობამ, რაზე წავიდა და ჩვენი ქვეყნის და ქართული ოცნების უნიათობიდან გამომდინარე, მე პირადად ეჭვი მეპარება რომ არის რაღაცა ისეთი რიგი ასპექტები, რომლებიც შეიძლება მიუღებელი იყოს ჩვენი ქვეყნისათვის. თორემ ევროპა ყველა ჩვენთაგანისთვის კარგია. თქვენ ინტერაქტივზე გავაკეთე პატარა კომენტარს, თუ შეიძლება ევროპა ყველა ჩვენთაგანისთვის ჩემთვის პირადად არის ინსტიტუტების პატივისცემა, მაგალითად პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემა, რომელიც ჩვენთან ასე ვიტყვი რომ დისკრედიტირებულია პრეზიდენტის ინსტიტუტი. ევროპა არის ადამიანის უფლებების დაცვა, გამოხატვის თავისუფლება. ერთ მაგალითს მოვიყვანო, მარი ლე-პენი საფრანგეთში, მესამე პოლიტიკური ძალის ლიდერი, რომელმაც დაიკავა არჩევნებში მესამე ადგილი. ჩასული იყო ძალიან ჩვეულებრივად რუსეთში მოლაპარაკებებიც აწარმოა, მაგრამ არც ერთ პოლიტიკურ ძალას მისთვის რუსეთის აგენტობა არ დაუბრალები არის. აი ეს არის პოლიტიკა, აი ეს არის ევროპა, როდესაც ადამიანს აქვს სრული გამოხატვის თავისებურება. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მე ოდნავ მოგვიანებით ისევ მოგიბრუნდებით და მაინტერესებს თქვენი შეფასებით რა მოხდა, ახალგაზრდა თაობა რას ფიქრობს, რა იყო დღევანდელი დღე, მაშასე ვარ თუ არა ევროპელები და რას მოუტანს ხალხს დღევანდელი დღე. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრები, ხელისუფლება, ოპოზიცია, ვინ როგორ აფასებს 27 ივნისის მნიშვნელობას, რამდენიმე წუთში სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე, მანნა კობახიძე ჩაგვერთვება, გიორგი ბარამიძე, ასევე ნინო ბურჯანაძე, ისინი აგვიხსნიან ხალხისთვის იმ სიკეთეებისა და საფრთხების შესახებ თემებს, რომელიც ხელშეკრულებას ახლავს. ჩვენი სტუმარი ასევე უნდა ყოფილიყო თავდაცვის მინისტრი ალასანიაც, რომელსაც ასევე უნდა ეთქვა საკუთარი მოსახლეობისთვის დღევანდელი დღის ისტორიული მნიშვნელობა, თუმცა როგორც მისმა პრესმდივანმა განგვიცხადა, ალასანია დღეს გადაიგეგმა, სიტყვით ასე გადაიგეგმა და გადაგეგმილმა თავდაცვის მინისტრმა თქვენთან სასაუბრო დრო ვეღარ გამოძებნა. მაშასე რას ნიშნავს თქვენთვის უფრო მეტად ევროპა ეკონომიკურ კეთილდღეობას, პოლიტიკურ სტაბილურობას თუ ადამიანის უფლებებს? ეს ჩვენი ინტერაქტივია სტუდიაში კი ვთხოვ სალომე ზურაბიშვილს, გრიგოლ ვაშაძეს და მანანა კობახიძეს. ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ვთხოვ დაბრძანდეთ, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დაბრძანეთ ქალბატონო მანანა, საღამომშვიდობის ბატონო გრიგოლ. ადამიანები, რომლებიც არა მარტო დღეს, არამედ მთელი წლების განმავლობაში იყვნენ უშუალოდ პასუხისმგებლები საქართველოს საგარეო ურთიერთობებზე და თავადაც იყვნენ ჩართული იმ ყველაფერში, რასაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ. მოდი დავიწყებ თუ შეიძლება თქვენთან საუბარს დღევანდელი დღის მნიშვნელობით. დღეს გაიხსნა ევროპის კარი საქართველოსთვის. როგორ ფიქრობთ, დამაიმედებელია ის ყველაფერი, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ იმისთვის, რომ მალე შევიდეთ ევროკავშირში? ქალბატონო მანანა, როგორც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელს, მოდით დაგისვათ თქვენ პირველ შეკითხვას. ქალბატონო
ინგა, მივესალმები ქალბატონ სალომეს, ბატონ გრიგოლს, მივესალმები სტუდიაში მყოფ ახალგაზრდებს და რა თქმა უნდა, მთელ საზოგადოებას საქართველოს ვით ჩვენ გვიყურებს ახლა დიდი ზეიმია, მართლა დღეს ევროპის მოედანზე სიმართლე გითხრათ, ნამდვილად გვინდოდა გულით იქ ყოფნა, მაგრამ მოვედით თქვენს გადაცემაში, ჩვენ ვუერთდებით. დიდი მადლობა ჩემს გადაცემაში მოხვით, იმიტომ რომ ხალხს უნდა აუხსნათ ჩვენ დღეს რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ნამდვილად ჩვენს ქვეყანას, ულოცავ საქართველოს, ჩვენს თანამოქალაქეებს დღევანდელ დღეს, ნამდვილად დღეს ისტორიული თარიღია და ძალიან ბევრი ითქვა და კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ. ეს არის სწორედ დასაწყისი იმ დიდი გზის, რაც ჩვენ უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ გავხდეთ დიახაც ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. დღეს დაიწყო სწორედ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, აი ეს რეფორმების ძალიან რთული გზა, მე ვიტყოდი, მაგრამ ძალიან გრძელი გზა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს იქნება სწორედ ჩვენი ქვეყნის განვითარება, რაც ჩვენ მოგწონს ყველაზე მეტად ევროპაში, როდესაც ჩვენ იქ ჩავდივართ და ადამიანებს შეიძლება ერთი ქვეყანა მაინც აქვთ ევროპული მონახულებული და თუ არა და იციან მაინც ამის შესახებ, ხო? არის დღეს იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა იცოდნენ, როგორია იქ ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრება. რაც ჩვენ მოგწონს იქ წესრიგი, ის რომ იქ ადამიანი არის სწორედ მთავარი ინდივიდი, არის მთავარი საზრუნავი სახელმწიფოსი. ის რომ იქ სოციალური უზრუნველყოფა და ადამიანების კეთილდღეობა არის მთავარი საზრუნავი სახელმწიფოსი. დასაქმება არის მთავარი საზრუნავი. უსაფრთხო გარემო, რომელიც შეიძლება დავიწყოთ იმ ჰაერით, რომლითაც ვსუნთქავთ და რა ვითარებაა დღეს ეკოლოგიური თვალსაზრისით, ვიცით რა ხდება, გამართული ტრანსპორტი, გამართული გზები, ინფრასტრუქტურა, ჯანსაღი პროდუქტი, საკვები, რომლითაც ვიკვებებით. აი ყველაფერი, რომელერთი ჩამოვთვალო, ენერგეტიკა, ყველაფერი ის, რაც უკავშირდება ადამიანების ცხოვრების დონეს, რაც უკავშირდება კეთილდღეობას, ეს არის დღეს ევროკავშირის ქვეყნებში და ჩვენ გვინდა სწორედ ასეთი იყოს საქართველო, ოღონდ ძალიან დიდი შრომის ფასად, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან, მთავრობის მხრიდან ვალდებულებების შესრულებას, პარლამენტის მხრიდან, აი სწორედ იმ ჰარმონიზაციაში ძალიან სწორად დაგეგმილად ეტაპობრივად ნაბიჯების გადადგმას, რომ 300-ზე მეტ ევროპულ აქტს ჩვენ უნდა მივუსადაგოთ ჩვენი შიდა კანონმდებლობა, ყველა მიმართულებით აქ იყო საუბარი, რას მოგვიტანს პოლიტიკურ სტაბილურობასაც, ადამიანის უფლებების დაცვასაც, მშვიდობასაც, უსაფრთხოებასაც, ყველაფერს მოიცავს ეს ხელშეკრულება, ასე რომ ჩვენზეა, რა თქმა უნდა, ყველაფერი. უფრო დეტალურად ოდნავ მოგვიანებით მე გთხოვთ, რომ განმარტება გააკეთოთ, იმიტომ რომ მე მინდა აქ ერთი რამ კიდევ გავიმეორო, დღეს ჩვენ გადაცემას ვაკეთებთ არაპოლიტიკოსებისთვის. პოლიტიკოსებს შეიძლება ბევრი ახსნა, განმარტება და უშუალოდ ამ მიმართულებით არ ჭირდებოდეთ, მაგრამ დღეს ჩვენმა თითოეულმა მაყურებელმა რომ გაიგოს რა ხდება, რა მოხდა. მოდი თანმიმდევრობის მიხედვით პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, ყოფილი ხელისუფლების ქალბატონო სალომე, როგორ შეაფასებთ თქვენ დღევანდელ დღეს? რა მოხდა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის? ერთი მე ცოტა არ იყოს ყოველთვის მეშინია ეფორიის და ვგრძნობ რომ რაღაცა ეფორიული განწყობა არის შექმნილი, რომელიც არ ესატყვისება იმას თუ რაც მოხდა. მნიშვნელოვანი არის ეს ეტაპი და ვეთანხმები ძალიან ბევრ იმაში რაც ეხლა ითქვა და ბევრ ელემენტებში, რასაც მოიცავს დღევანდელი შეთანხმება, ხელშეკრულება და ასოცირება არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, მაგრამ ამისი უცებ აღწერა როგორც საქართველოსთვის ისტორიული დღე, უმნიშვნელოვანესი მომენტი, გავიგე, მე მგონი რაღაცა რომ თითქმის დამოუკიდებლობის აქტთან შორს არ არისო. უსუფაშულმა თქვა მე მგონი. მე მგონი ეს ცოტა ზედმეტი არის იმასთან მიმართებაში თუ ეს რას წარმოადგენს დღეს და მე ყოველთვის მეშინია როცა იზრდება ილუზიები რაღაცის შესახებ რომ ამას მოყვება მეორე დღე, შემდეგი დღე და შემდეგი დღე არის მერე იმედგაცრუების. არავინ არ დაიჯეროს რომ ხვალ გაიხსნება ევროპის საზღვრები. ამ ხელშეკრულებაში არ დევს რომ ხვალ დილით როცა გაიღვიძებთ მიხვალთ რომელიმე საელჩოში და მიიღებთ საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის ვიზას. ეს არ ნიშნავს რომ ხვალ დილით ქართული პროდუქცია გავა უცებ ევროპაში და ჩვენ უცებ გავმდიდრებით მხოლოდ ერთი იმის გამო რომ ქართული პროდუქცია რომელიც იმ სტანდარტებზე არის რაც საჭირო არის რომ შევიდეს ევროპაში პრაქტიკულად არ არსებობს რაღაცა გარკვეული პროდუქციის გარეშე ზოგერთი ღვინო რომელიც სწორედ იმ სტანდარტებით არის მაგრამ მოშლილი არის ჩვენთან და დიდი ხანია მოშლილია
მთელი ის საჭირო სტანდარტების შემოწმება, რაც უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ ჩვენ ეს გზა გაგვეხსნა თან მიმდევრულად და მივსულიყავით იმ ბაზრამდე, რომელიც არსებობს და არის რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი. ამიტომ ამ ხელშეკრულებაში ძალიან ბევრი რამე დევს და არ დევს ჯერჯერობით და არ ვიცი იქნება თუ არა გაწევრიანება და არც ის არ ვიცი რამდენად უნდა ჩვენ დავისახოთ როგორც მთავარი ჩვენი ცხოვრების მიზანი გაწევრიანება რომელიმე კავშირში. ჩვენ ძლივს გამოვედით ერთი კავშირიდან და ეს კავშირომანია, რომ ვიღაცაზე უნდა ვიყოთ ვიღაცასთან შეკრული, ვიღაცასთან შემძრვალი, ვიღაცასგან ველოდებოდეთ და ხელებში უყურებოდეთ რა მოაქვს და თქვენი კითხვები გავიგე რგოლში, რომ აბა რა მოაქვს ამას საქართველოსთვის, რას უნდა ველოდოთ. მოაქვს ამ ხელშეკრულებას პირველ რიგში, რაც თანახლავს თავისუფლებას, ესე იგი პასუხისგებლობა და შესაძლებლობები. და რამდენად ჩვენ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს, ჩვენ რას გავაკეთებთ, ჩვენ რას შევძლებთ, ჩვენ რამდენს ჩვენ თავში მოვახდენთ რეფორმებს, მენტალობას, ჩვენ შევდივართ ან უახლოვდებით ევროკავშირს, როგორც ვატარებთ არჩევნებს, ანუ ვინ რას მომცემს, საიდან მივიღებ მეტ სარგებელს და არა რა არის კარგი ქვეყნისთვის. აქაც იგივე არის, რა არის კარგი ქვეყნისთვის, არის მხოლოდ ის, რომ ჩვენ დავდგეთ ჩვენ ფეხზე, ვიყოთ სრულიად ეკონომიურად და სხვა ფორმით დამოუკიდებელი და ამისი შესაძლებლობა დევს ამ ხელშეკრულებაში, თუ კი ჩვენ ამას კარგად დავინახავთ და თუ კი ჩვენ შევდგებით საქმეს. თქვენ რო იყოთ ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი, იგივე სიტყოდით დაუშვათ ამ ხელმოწერასთან დაკავშირებით, რაც დღეს მოხდა? ზუსტად ამას ვიტყოდი, რომ ეს არის ძალიან კარგი. არა, როგორ არა? როგორ არა, მე კიდევაც გილოცავთ, ეს არის ძალიან სასიხარულო, მაგრამ არ გადავიდეთ რაღაცა ყალბ ეფორიაში, რომელსაც შეიძლება მერე მოყვეს, ძალიან ცუდი შედეგები, იმიტომ ხვალ დილას არ გავიღვიძებთ ევროპაში, არც ზეგ დილას, ეს არის რთული გზა, მაგრამ რომელიც მიდის მე ვიტყოდი ნაკლებად ევროპისკენ, მიდის ევროპისკენ, მაგრამ უფრო თუ ჩვენ ამას კარგად გავიგებთ, მიდის ჩვენსკენ. ჩვენ თვითყოფადობასკენ. დიდი მადლობა. საქართველოს და ევროკავშირის შორის მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ ოფიციალურად 2010 წლიდან დაიწყო, როდესაც იყავით თქვენ ბატონ გრიგოლ საგარეო საქმეთა მინისტრი. რა სიტყვით დღეს დღევანდელი გადასახედიდან დღეს სხვათა შორის ტელეკომპანია იმედის ეთერში ქრონიკაში ჩართვისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა ასეთი რამ, რომ არ მოსულიყო ქართული ოცნება, ჩვენ ვერ მივიღებდით დღევანდელ დღესო. ესაა ჩვენი კონსტრუქციული მუშაობის შედეგი. საუბარი იყო დღევანდელი ხელისუფლების კონსტრუქციული მუშაობის შედეგი. კი, ქართული ოცნება რო არ ყოფილიყო, ჩვენ ამბაინც არ გვექნებოდა, ეს გასაგები არის უკვე, დიდი ხანი არის. რაც შეეხება ამ ხელშეკრულებას, არც მისი გაზვიადება, არც მისი დაკნინება საჭირო არ არის. ეს არის უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი აქტი. საქართველოს ბილეთი აიღო იმ მატარებელზე, რომელიც იმ პუნქტისკენ მიდის, რომელზე ჩვენ დიდი ხანია ვოცნებობთ. და ეხლა ყველაფერი ჩვენზე არის დამოკიდებული და მემანქანეზე. ჩვენზე და მემანქანეზე. მემანქანემ უნდა მიგვიყვანოს, ჩვენ კიდე პირადი ჰიგიენის წესები დავიცვათ გზაში. და ეს აბსტრაქტული ლაპარაკი იმაზე, რომ არ მოგცემს, დილას გაიღვიძებ. ციფრებით ვილაპარაკო და სხვა შორის ქალბატონ მანას მინდა ვთხოვ, იმიტომ რომ ხელისუფლებას ეს ხელისუფლება გავაკეთოთ როგორც დანარჩენმა სახელმწიფოებმა თეთრი წიგნი დავარქვათ ან რაღაც სახელი მოვიფიქროთ, სადაც დამოუკიდებელი ექსპერტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ერთად გააკეთებენ პროგნოზ იმაზე, რას მოგცემს ასოცირების ხელშეკრულება, მოკლევადიან, გრძელვადიან, საშუალოვადიან, გრძელვადიან პერსპექტივაში. ჯერჯერობით ჩვენ გვიხდება ოპერირება მარტო იმ ციფრებით, რომელიც ევროპის კავშირის ექსპერტებმა დადეს და ეს ციფრები ემთხვევა დაახლოებით იმ ციფრებს, რომელიც პროგნოზირებულია უკრაინაში და მოლდოვაში. ანუ ძალიან სწრაფად ქართველი ექსპორტიორი ევროპაში ექსპორტისას დაზოგავს დაახლოებით 85 მილიონ ევროს. ევროპელი ექსპორტიორები საქართველოში დაზოგავენ დაახლოებით 10 მილიონ ევროს. მოკლევადიან პერსპექტივაში ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს მისცემს 3-დან 4.5%-მდე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას.
ჩვენი ვაჭრობა გაიზრდება 12%-ით საქართველოს მხრიდან, 7%-ით ევროპის კავშირის მხრიდან. რასაც თქვენ გესმით, მოყვება სამუშაო ადგილები, მრეწველობის დატვირთვა და ასე შემდეგ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ხვალიდან საქართველოს კომპანიები იმოქმედებენ იმ სავაჭრო და საბაჟო რეჟიმში, რომელშიც მოქმედებენ ევროპის კომპანიები, რაც სერიოზულად შეუწყობს ხელს ინვესტორების ინტერესს საქართველოს მიმართ და აქ კომპანიების დაარსებას. ანუ უკვე ხვალიდან? უკვე ხვალიდან, იმიტომ რომ ეს ხელშეკრულება თუ ვიღაცა მისცემს თავის თავს დავალებას დაждდება და ამ 1000 ფურცელს გადაათვალიერებს 1135 განსაკუთრებით დიახ 1100-ზე მეც და განსაკუთრებით პირველ ნაწილს რომელიც პოლიტიკურია, იმიტომ რომ დანართებზე ძალიან პროფესიონალი უნდა იყო ეკონომიკაში, ტრანსპორტში, საბანკო სფეროში, ვაჭრობაში რომ გაერკვე, მაგრამ თუ თქვენ გადახედავთ იმ კარებს და იმ მუხლებს, რომელიც ასე ვთქვათ პრეამბულაში ადგეს, თქვენ დაინახავთ რა რადიკალურად იცვლება სავაჭრო და საბაჟო რეჟიმი და ბოლო რაც მინდოდა მე თქვა თქვენთვის ქალბატონო ინგა არის ის რომ დღეს მინდა ამ ეთერში მადლობა უთხრა იმ ადამიანებს ვის გარეშეც არასოდეს ეს ტექსტი მზად არ იქნებოდა და არ იქნებოდა ხელმოწერილი. ზოგი კიდევ სახელმწიფო სამსახურშია, ზოგი უკვე აღარ არის სახელმწიფო სამსახურში. ეს არის ბატონი დავით ჯალაღანია, ეს არის ბატონი სერგი კაპანაძე, ქალბატონი სალომე სამადაშვილი, ბატონი დათო სოლომონია, ქალბატონი თეახვლედიანი, რომელიც ჩვენი ელჩი არის ახლა ესტონეთში, ჩვენი ეკონომიკის ორი გურუ, თამუნა კოზირიძე და ვატო ლეჟავა, თიკო ბურჯალიანი, რომლის ხელითაც არის გაკეთებული მთლიანად მართლმსაჯულება ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ. ამიტომ უნდა მიულოცოთ დღეს ერთმანეთს, იმიტომ რომ საქართველოს როგორც სახელმწიფო გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 82%-ს უნდოდა რომ ქვეყნის მთავრობას გაეკეთებინა. დიდი მადლობა. ქალბატონო მანნა, აი შეიძლება დავუმატო ერთი რამე, რომ პარტიული არ გახდეს. თამარ ბერუჩაშვილი რატომ არის დავიწყებული, როცა სულ მუდამ ამ ევროპულ საკითხებში იყო, რაც მე მახსოვს. ვიღაცა გამომჩა, იმიტომ რომ ესია შემიძლია გავაგრძელო ხვალმივამდე. კიდევ ბევრი არის, რადგან ეს მიმართულება ევროპისკენ დაწყებული არის არა 2000 წელს, სადაც ფორმალურად დაიწყო. დიახ, მე ოფიციალურად არამედ დაწყებული არის, მე ვიტყოდი პრინციპში შევარდნაძიდან, რაც არ უნდა მიყვარდეს იმიხსენება, თუ გვინდა რომ ვიყოთ სრულიად მართალნი, დაწყებული არის დამოუკიდებლობასთანავე ეს ევროპისკენ მიმავალი გზა და ვიღაცა მახსენდა ვიცი სულხან საბოლღორბელიანი და ალბათ იქიდანაც არის დაწყებული და ილია ჭავჭავაძე და ძალიან ბევრი. ეს არის რატომ? იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მე ვიტყოდი უალტერნატივო გზა. სხვა გზა საქართველოს განვითარებისთვის არ გააჩნია. იზოლაცია არ არის საქართველოს განვითარების ვარიანტი დღევანდელ გლობალურ სივრცეში. ეს არის წარმოუდგენელი, ვინც ამბობს რომ დაუბრუნდეთ შიგნით ჩვენ თავს და ჩვენ მოუვაროთ ჩვენ ეს არის წარმოუდგენელი და მეორე გზა რომელსაც ასევე წარმოადგენენ როგორც შესაძლო ალტერნატივას ამ განვითარებისა არის დაბრუნება უკან, ეს არის რუსეთის გზა და ცხადია რომ ეს არის სად მიმავალი, არც ერთ სტანდარტთან მიმავალი, არც ერთ დონესთან, ის ყველაფერი რაც იყო ჩამოწერილი ქალბატონ მანანას მიერ, ის არ მიიღწევა რუსეთის გზაზე. კი ბატონო, მოვისმინეთ რუსეთის მხრიდან რომ არ ჩაერეოდა ამ ხელშეკრულების გაფორმებაში და რუსეთმა ეს შეასრულა, ეს საღამოს ქრონიკის ეთერში გააკეთა განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა. მე მინდა ქალბატონ მანანას დაუსვა კითხვა. აი, როდესაც მიდის საუბარი დღევანდელ ზეიმზე, ხა ამ წუთას არის ზეიმი, პრემიერიდან დაწყებული პრეზიდენტი, პატრიარქი ყველანი იქ არიან, პარლამენტის თავმჯდომარე. ქალბატონმა სალომემ ბრძანა, რომ აი ზედმეტი ეიფორია არ გვჭირდებაო, ხოლო ბატონმა გრიგოლმა მადლობა გადაუხადა ადამიანებს, რომელთა ნაწილი ზოგი წინა ხელისუფლებაში მუშაობდა. დღეს ისეთი განცდა გაჩნდა, თუ არ გაჩნდა, მოდით კითხვის სახით ვიტყვი ამას, რომ თითქოს მხოლოდ ეხლა მოხდა ამ შედეგის დადება. ანუ პირდაპირ რომ არ მოსულიყო ქართული ოცნება, ჩვენ არ გვექნებოდა ეს დღე. თქვენც ასე ფიქრობთ, ქალბატონო მანნა?
პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს დღე არის ქართული ხალხის დამსახურება და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის, ვინც გულწრფელად მხარს უჭერდა და მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას და თავისი შრომით, დიდი თუ პატარა წვლილით ევროპისკენ მიდის, შეიძლება ითქვას. მე ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე გადაჭარბებული ეიფორია, თუმცა ვეთანხმები ქალბატონ სალომეს, რომ ეიფორია არ არის კარგის მომტანი, მაგრამ მე არ მგონია, რომ დღევანდელი ზეიმი იყოს ეიფორია. ეს არის ბუნებრივი რეაქცია იმაზე, რაც მოხდა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი ქვეყნისთვის და ნამდვილად საზეიმოა და რა თქმა უნდა, სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენ შრომაზეა. ხა მარტო ხელშეკრულება თუ ის არ განვითარდა და არ მოხდა განხორციელება ყველა იმ ამოცანის, რაც დღის წესრიგით უნდა გაიწეროს ყველა მიმართულებით, ცხადია, ქვეყანა ვერ წავა წინ. ამიტომ ჩვენი განვითარებაა ეს ყველაფერი, ჩვენზეა დამოკიდებული და ყოველდღიურ შრომაზე. ვერც იმას ვიტყვით, რომ ხვალიდან ვინმე უვიზოთ წავა იქ, იმიტომ რომ ამას დრო ჭირდება და დაახლოებით 1 წელიწადში მე იმედი მაქვს, რომ ყველა იმ დავალებას ჩვენ შევასრულებთ და ადამიანები უვიზო მიმოსვლის რეჟიმში იქნებიან. მე ვიზა ლიბერალიზაციაზე ვსაუბრობ. ასოცირების ხელშეკრულებას უვიზო მიმოსვლასთან აუხსნათ მაყურებელს არავითარი კავშირი არ აქვს. ეს შეთანხმება ასოცირების შეთანხმება ცალკე სამართლებრივი დოკუმენტია და ცალკე პროცესია. უვიზო მიმოსვლა ცალკე იურიდიულ დეტალებში ხო არ შევდივარ, ბატონ გრიგოლ, საუბრობთ რა. ამ გადაცემის აზრი ამაში მდგომარეობს, ამიტომ ხვალ არ მივიღებთ ვიზას. არა, აქ იყო საუბარი სწორედ იმ გადმოსახედიდან, რომ ხვალო ჩვენ ვერ წავალთ ევროპაში. ხალხისთვის გასაგებად მინდა ვისაუბროთ, ბატონ გრიგოლ. გასაგებად სხვა დოკუმენტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასოცირების ხელშეკრულების დღეს ხელმოწერა ხელს არ შეუწყობს ყველა იმ რეფორმას, რომელიც უნდა გატარდეს დიახაც სწორი საიმიგრაციო პოლიტიკისთვის, უსაფრთხო დოკუმენტაციის შექმნისთვის, იმ დოკუმენტების სამართლებრივად გამართვისთვის, რაც საჭირო რომ ჩვენმა მოქალაქემ უვიზოთ გადალახოს, მიიღოს უფლება, გადალახოს საზღვარი და შევიდეს ევროკავშირის ქვეყნებში. აღარ წავალ ამაზე ღრმად ამასთან დაკავშირებით. მე მინდა ვთქვა, რომ აქ რაღაცა მატარებელზეც იყო საუბარი და რატომღაც მიხეილ სააკაშვილი გამახსენდა, ეხა მატარებელი დაიძრაო და ვინც გინდათ მოდითო თუ არა და დარჩებითო და მემანქანეზეც იყო საუბარი. მე პირდაპირ ვიტყვი ძალიან გულწრფელად. დიახ, თქვა დღეს პრემიერმა, რომ ქართული ოცნების ძალიან დიდი წვლილია ის, რომ ამ ასოცირების ხელშეკრულება სწორედ დღეს 27 ივნის მოეწერა ხელი და ეს არ გადაიდო კიდევ შორეული პერსპექტივისთვის. და იცით რატომ? მე სრულიად გულწრფელად ვამბობ. დღეს რომ საქართველოს პრეზიდენტი ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, სწორედ იმ ძალიან დაძაბული, ასე ვთქვათ, ურთიერთობის ფონზე, რაც მის რიტორიკას ახასიათებდა და მის მიდგომებს ახასიათებდა რუსეთთან, რის გამოც ჩვენ დიახ, ჩვენი პარტნიორები ევროკავშირიდან გვაკრიტიკებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ასეთი ესკალაციით, ასეთი დაპირისპირებით, ასეთი პროვოკაციული მიდგომებით თქვენ თუ ვერ დაალაგებთ ურთიერთობას რუსეთთან, ევროპული პერსპექტივა გადაიწევს. ძალიან უარყოფითი იყო ამის გამო დამოკიდებულება სწორედ იმ პოლიტიკის, რაც ჰქონდა სააკაშვილს, პოლიტიკისადმი, რაც ჰქონდა სააკაშვილს რუსეთთან მიმართებაში და დამერწმუნეთ ის, რომ ყოფილიყო დღეს ხელისუფლებაში, ნამდვილად კიდევ დიდხანს გადაიწევდა ამ ხელშეკრულების ხელმოწერა და დიახაც ის, რომ ქართულმა ოცნებამ შეძლო და დაიწყო ეგრეთ წოდებული დეესკალაციის პროცესი, დიალოგის პროცესი, ურთიერთობის მხოლოდ მშვიდობიანად მოწესრიგების და ეს წერია ასოცირების ხელშეკრულებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ აქცენტებია კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე, დარეგულირებაზე, საუბარია დევნილების უსაფრთხო დაბრუნებაზე, იმ 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე, რაც 2008 წლის ომის შემდგომ დაიდო, არაღიარების პოლიტიკაზე და ჩვენი ტერიტორიების, ასე ვთქვათ, უსაფრთხოებაზე და მთლიანობაზე, ჩვენი ტერიტორიულ მთლიანობაზე, ანუ ყველა ის პრობლემა, რაც დღეს ქვეყანას გააჩნია, ყველაფერ ამაზე დიახ პოლიტიკურ ნაწილში არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები და მინდა ვთქვა, დიახ, სწორი ეტაპობრივი გადადგმული ნაბიჯებით ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ არა ოქტომბერში დაიდო ეს შეთანხმება, არა კიდევ გადაიდო 1 წლით, 2 წლით, არამედ პირიქით მაქსიმალურად შევიწროვდა ეს ვადა და დღეს ჩვენ 27 ივნის ხელი მოვაწერეთ. დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში 2 წუთში ჩაგვერთვება გიორგი ბარამიძე. მანამდე მინდა რომ მკითხოთ ქალბატონო სალომე და ბატონო გრიგოლ. ქალბატონო სალომე, თქვენც ასე ფიქრობთ, რომ დაუშვათ რომ არა, მე კიდევ ვიმეორებ, დღეს ისეთი საინტერესო გამოსვლა ქონდა ძალიან პრემიერ-მინისტრს საღამოს 8 საათზე ჩვენს ეთერში, რომ არა ქართული ოცნება ჩვენ არ გვექნებოდა ეს დღე. ანუ ეს არის უშუალოდ ამ ხელისუფლების მონაპოვარი, თუ ეს არის ძალიან ბევრი წლების მონაპოვარი? ხალხის და ხელისუფლების, მოდით ასე. ხალხის და ხელისუფლების წინა
რეჟიმების რაღაც ნაბიჯების, იმიტომ ის რო არ ყოფილიყო გადამდგარი, ან თუნდაც თავის დროზე ნაციონალების დროს ივანიშვილს რო არ ჩაედო ის ინვესტიციები, რამაც შესაძლებელი გახადა ზოგიერთი განვითარება. ხა ძალიან ობიექტურად თუ გვინდა და ვილაპარაკოთ, ეს არის რეალობა, რამაც მიგვიყვანა და ცხადია დღევანდელი ხელისუფლება რო არ ყოფილიყო, არ იქნებოდა გადადგმული ის ნაბიჯები, რაც ამ ხელისუფლებამ გადადგა. ეს არის ანაბანა. ეს არ ნიშნავს, რომ ამითი დამთავრდა ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობა ევროპელობაზე. ანუ ამითი აი ეს მინდა და ამაზე იცოდეთ, რომ ვიქნებით ძალიან დიდი ყურადღებით. ანუ შტამპი ევროპელობის არ არის რაღაცა, რაც მოცემული არის ერთი ხელის მოწერით. დამოკიდებული არის იმაზე, მერე რა კეთდება. წინა ხელისუფლებამ იმითი, რომ სრულიად ბიზნეს დამოუკიდებლობა ამოიღო ჩვენი რეალობიდან და ბიზნესი იყო იმ დღეში, რასაც დღეს ნელ-ნელა ვხედავთ უფრო და უფრო ნათლად, იმან წაგწია უკან ამ მიმართულებით. დღევანდელ ხელისუფლებაზე იგივე მოთხოვნები იქნება. ანუ ხელმოწერა არის პირველი ეტაპი, ძალიან საჭირო ეტაპი, ის ყველაფერი სამუშაო პროცესი დოკუმენტებზე, რაც მიმდინარეობდა ამ თვეებში არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი არის ჩვენი ყოველდღიური რეალობა. რა გაკეთდება ბიზნესის მხრიდან, აქ იგრძნობა, რომ არის რაღაცა რაოდენობით და გარკვეულ რაოდენობით განთავისუფლება ბიზნესის, მაგრამ არა ვართ მისული ბოლომდე ამ პროცესის. კანონის უზენაესობა ასევე პროგრესი არის, სასამართლო, მაგრამ აქ არაფერი არ იყო ესეთი. ძალიან ბევრი არის კიდევ გასაკეთებელი, რაზედაც მთელი მოსახლეობა უნდა იყოს ძალიან დიდი ყურადღებით, იმიტომ აქ პასუხისმგებლობა იქნება უშუალოდ დღევანდელი ხელისუფლების. დიდი მადლობა, რა სიტყვით თქვენ ბატონ გრიგორ? საერთოდ არ მიყვარს ეს უაზრო დისკუსიები. ჩვენ საბავშვო თქვენ ვილაპარაკეთ ქალბატონო სალომე რა. ეხლა შეისუნთქეთ და მემაცალეთ. ვცდილობიანად ხო. ჩვენ ახლა ხელშეკრულებას შეთანხმებაზე ვილაპარაკოთ, ის რა საშინელება გამოიარა სულ იმ დროს, როდესაც ქალბატონი სალომე მათ შორის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩვენ უკვე ეს მრავალჯერ გვაქვს ეთერში მოსმენელი, საქმეზე ვილაპარაკოთ. ახლა საქმე კი ეხება შეთანხმებას და საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობას. როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოდის სატელევიზიო პროგრამაში და ამბობს, რომ რუსებმა თავისი დაპირება შეასრულეს და ასოცირების ხელშეკრულებას შეთანხმების ხელმოწერაში ხელი არ შეუშალეს, მას არ ესმის და მის მრჩევლებსაც არ ესმის, რომ ეს ქვეყნის სუვერენიტეტის შეკვეცა არის. ესე იგი გამოდის, რომ ჩვენ სანამ ნებართვას არ მივიღებთ კარასინისგან ხელშეკრულებას შეთანხმებას, რომელიმე სხვა საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტს ხელს მოვაწერთ. ქალბატონო, მე თქვენ საუბარში არ ვეროდი და მოდი ცივილიზებულად ვილაპარაკოთ, თქვენი თქვით, მე თქვენ არ გეკამათებით, მე ჩემს გამოვხატავ, თქვენ თქვენი აზრი გაქვთ, კონსტიტუციური უფლება გქონდეთ, თქვენი აზრი გქონდეთ, მე ჩემი აზრი მაქვს. რაც შეეხება ამხანაგ ღარიბაშვილს, როდესაც ამისთანა განცხადებებს აკეთებს, უნდა ახსოვდეს, რომ ამ განცხადებებს ისმენენ საქართველოში, ამ განცხადებებს ისმენენ მოსკოვში, ამ განცხადებებს ისმენენ ბრიუსელში. ნუ ვამკვიდრებთ ამ უაზრო პრეცედენტს, როდესაც ჩვენ მოსკოვს ვთხოვთ ნებართვას იმაზე, რომ რომელიმე საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ, იმიტომ რომ მაშინ გამოდის, რომ ჩვენ მათთან უნდა შევათანხმოთ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაპირებთ, დაწყებული დაუშვათ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ქარტიისა. და ერთი რაღაცა მინდა კიდე დავამატო. საქართველოს მოქალაქეებს მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო. აბსოლუტურად არ აინტერესებს ვისი დამსახურებაა. საქართველოს მოქალაქეები ქირაობენ მთავრობას, რომელმაც საქმე უნდა გააკეთოს. მოეწერა ხელის შეთანხმება, შესანიშნავია. ისტორია გაერკვევა, ვის რა დამსახურება აქვს. ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ამ ხელშეკრულების ამ შეთანხმების ხელმოწერიდან დაიწყება ძალიან სერიოზული ეტაპი და თუ დრო გვექნება ვილაპარაკოთ ამაზე. რაც არის გასაკეთებელი სავაჭრო და საბაჟო სფეროში და რა არის გასაკეთებელი პოლიტიკური და კიდევ ახალგაზრდა ყმაწვილმა ჩვენს ეთერში წერან თქვა საინტერესოა რა დევს რეალურად ამ ხელშეკრულებაში, ამაზე მე დავსაოდნავ მოგვიანებით შეკითხვას მანამდე მოდით პირდაპირ ეთერში მოусმინოთ გიორგი ბარამიძეს და ცოტა ხანში ნინო ბურჯაანძეს ჩაგვერთვება. ბატონო გიორგი, საღამო მშვიდობის. დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ აღნიშნა განსაკუთრებით დღევანდელი დღე. რა სიტყვით, რა რეაქცია გქონდათ, როდესაც პირდაპირ ეთერში უყურებდით ამ ხელმოწერას და უყურებდით იმას, რომ ეს მოხდა სწორედ ახალი ხელისუფლების პირობებში?
საღამოშობისა მინდა გითხრათ რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა მე მთავარი ემოცია ის მქონდა რომ თავარია ამ დოკუმენტს ხელი მოეწერა დამთავრდა როგორც მოგეხსენებათ ალბათ თქვენ ამის თავაზე ისაუბრეთ მთელი ამ დღის განმავლობაში ჩვენ აქ ბათუმში უსაფრთხოების კონფერენციაზე მუშაობთ ამიტომ ყველაფერს ვერ მივადევნეთ ხალხური მრავალწლიანი შრომა და წვალება ძალიან ბევრი უწყებისა ძალიან ბევრი ადამიანისა მათ შორის არა მარტო სახელმწიფო უწყებებისა არასამთავრობო ორგანიზაციებიც იყვნენ გარკვეულწილად ამ პროცესში ჩართული და რა თქმა უნდა ეს არის დღევანდელი დღიდან ახალი ერის დასაწყისი საქართველოსთვის უფრო სერიოზული, უფრო სიღრმისეული ინტეგრაციისათვის. რა თქმა უნდა, როცა ესეთ კომენტარებს ვისმენთ, რაც ახლა 2 წუთის წინ მოვისმინე, რომ თურმე გადაიწევდა შეთანხმების ხელმოწერა, იმიტომ რომ თურმე სააკაშვილს ჰქონდა ესეთი მკაცრი რიტორიკა რუსეთის მიმართ, ხო? ხა იმდენად ესეთი იაფასიანი ტყუილია. უკრაინა საერთოდ ომშია ეხა რუსეთთან. ქალბატონო ანანა მინდა შეგახსენოთ და მიუხედავად ამისა ხელი მოაწერა მისმა პრეზიდენტმა და საერთოდ რუსეთთან დაპირისპირების ფონზე მოხდა ეს ყველაფერი არა იმის გამო რომ ამ უკრაინას უხარია რუსეთთან დაპირისპირება ან საქართველოს ან მოლდოვას არამედ იმიტომ რომ ეს არის ნება ჩვენი ხალხებისა და ეს ყველაფერი მოხდა მიუხედავად რუსეთის ძალისხმევისა და ასევე ძალიან სამწუხაროა რომ ჩვენი ქვეყნის მთავრობის პირველი პირები ვერ აცნობიერებენ თუ რა არის რეალურად რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა რა ელემენტებს მოიცავს იქ ხა ტანკი რო არ მოდის თბილისისკენ ეს არის ასე ვთქვათ მაყოფილების საფუძველი და რუსეთმა შეწყვიტა სადაზვერო საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ შეწყვიტა ძირგამოხტრელი საქმიანობა შეწყვიტა ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოში შეწყვიტა ასე ვთქვათ შანტაჟი შეწყვიტა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პროვოკაციები, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მართულხარდების აგება, ეს ყველაფერი არ არის შეწყვეტილი და ამ დროს ქვეყნის პირველი პირი მთავრობის გამოდის და ლაპარაკობს, რომ რუსეთი ჩვენ ხალხს არ გვიშლისო ახლა. საქართველოს არსებობს, საქართველოს ცოცხლობს, საქართველოს იბრძვის მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განადგურებას ცდილობს ეს ქვეყანა 1991 წლიდან მოყოლებული, როგორც კი საქართველოს აღიდგინა დამოუკიდებლობა. ოღონდ ამას აკეთებს სხვადასხვა ფორმი და სხვადასხვა ეტაპზე, ასე ვთქვათ, შესაძლებელია ბატონო გიორგი, დამხატულება ამის. დიახ, შესაძლებელი უკაცრავად მესმის, რაზეც საუბრობთ, მე მინდა ისევ გადმოვიდეთ ამ ასოცირების ხელშეკრულებაზე და დღევანდელი პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელზეც მოგვიანებით სტუდიაშიც მაინტერესებს პასუხი. მან შესთავაზა, ძალიან საინტერესო იყო ერთი დეტალი მისი გამოსვლის, როდესაც მან აფხაზებს და ოსებს შესთავაზა, რომ ჩვენ ყველანი ერთად უნდა შევიდეთ ევროკავშირში. აი, იგივე რუსეთი, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობდით, მუხარების ფონზე დაუშვათ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე. თუნდაც ის, რაც ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი განიხილავს რეფერენდუმის ჩატარების აკითხს რუსეთთან მიერთების თაობაზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის ეს რეალური მესიჯი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, უпростоეთ, რამდენად ეს შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის მისაღები? პირველ ყოვლისა უნდა თქვას, რომ არა სამხრეთ ოსეთი ატარებს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმს, არამედ იქ არსებული მარიონეტული რეჟიმის რაღაც კრემლიდან მოსული ინსტრუქციის შესაბამისი რაღაცა გეგმა არის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ტერმინები და ამიტომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას. ხოლო ეს განცხადება, რაც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, ეს სწორი განცხადებაა. ყველაფერი რა თქმა უნდა იმისკენ არის, ასე ვთქვათ, მიმართული, რომ საქართველოს სახელმწიფო გაძლიერდეს ქვეყნის შიგნით, ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და საერთაშორისო ასპარეზზე, რამაც უნდა მიგვიყვანოს საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანებისკენ. ეს არის ამოცანა. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი დღესაც აგრძელებს პროპაგანდას იმის მიმართ, რომ აი საქართველოს თუ ევროკავშირში გაწევრიანდება ან ნატოში გაწევრიანდება, საქართველოს მოუწევს ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმა, ეს პროპაგანდა გრძელდება. მათ შორის საკმაოდ პოპულარული საქართველოში ცნობილი პოლიტიკოსები აჟღარებენ ასეთ იდეებს. და არა მარტო ისინი, სხვა გაზეთები, არასამთავრობო ორგანიზაციები
ორგანიზაციები და ასე შემდეგ. ასევე უბრალოდ მინდა ერთი ნიუანსიც თქვა, რახან ასე ვთქვათ, ამ ატმოსფეროშია, რომ თითქოს რომ არა ქართული ოცნება ეს ხელმოწერა არ იქნებოდა, უბრალოდ ფაქტია და ეს თუ უნდა იდაონ ამის თაობაზე, ჩვენი ხელისუფლების დროს ამ ხელშეკრულების ტექსტის 80%-ის შეთანხმება მოხერხდა და დანარჩენი ტექსტი 20% დაახლოებით შეათანხმა ძალიან კარგია ახალმა ხელისუფლებამ, თუმცა რაც შეეხება ხელმოწერას, აქაც არ შემიძლია არ თქვა, რომ გაუგებარია და დღემდე ვერავინ ვერ დაასაბუთა, რატომ მოაწერა საქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ხელი საქართველოს კონსტიტუციურად არა პირველმა პირმა, არამედ მესამე პირმა. პირველი პირი არის პრეზიდენტი, მეორე პარლამენტის თავმჯდომარე, მესამე პრემიერ-მინისტრი. აი გაუგებარია რა არგუმენტია, თუ არა ის ბავშვური კინკლაობა და დაპირისპირება, რომელსაც ხშირად აყოლებენ ქვეყნის ინტერესებს და აი ამ ასე ვთქვათ ბოღმის თხევაში და ერთმანეთში დაპირისპირებაში ავიწყდებათ ის მთავარი, რასაც ქვია ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ხშირად არა მარტო ასეთ საქციელს ჩადიან, არამედ ამბობენ იმას, რაც აწყობს მტერს პირდაპირ ვთქვათ, რაც აწყობს ოკუპანტს და რაც აძლევს მას მანევრის საშუალებას და რაც თავარია გაუგებარს ხდის ქართულ პოლიტიკას საერთაშორისო ასპარეზზე. დიდი მადლობა, ძალიან კარგია ყველა შემთხვევაში აი ამ პრობლემების მიუხედავად რომ ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, მე მინდა ყველას მადლობა გადაუხადო, ყველა იმ ადამიანს, ვინაც მუხჩაუხრელად შრომობდა წინა ხელისუფლებაშიც და დღევანდელ ხელისუფლებაშიც, ვინც თავისი წვლილი გულწრფელად შეიტანა ამ საქმეში და თქვა რომ რა თქმა უნდა დიდი გზის დასაწყისია, ამან უნდა ერთი სიტყვით გეტყვით, მოიტანოს პირველ ყოვლისა ის რომ ეკონომიკური პროცესები წაიწიოს წინ, თუ კი ამას მთავრობა გამოიყენებს, ამან უნდა მოიტანოს ქვეყანაში ინვესტიციები, ახალი საწარმოები და ახალი სამუშაო ადგილები და იმედია რომ მალე ასევე მეორე დოკუმენტს მოეწერება ხელი და შეთანხმდება ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი, რომ ქართველებმა იმოგზაურონ უვიზოთ ევროკავშირში. ეს ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ წეღან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, ეს იყო გიორგი ბარამიძე წეღანაც თქვის შესავალში, რომ უამრავი ადამიანი სწორედ ევროპაში არის წასული არალეგალურად იმისათვის რომ საკუთარი ოჯახები გადაარჩინოს შიმშილს და სიღარიბეს. მე მინდა ერთი შეკითხვა დაგისვათ კიდევ სტუდიაში და შემდეგ ნინო ბურჯაანძეს მოусმინოთ. აი საუბრობდით აქ რუსულ საფრთხეებზე. ჩვენ მოვისმინეთ იგივე ლავროვის განცხადება, პუტინის განცხადება, რომ თუ კი იქნება რაღაცა უარყოფითი და ნეგატიური შედეგები დაუშვათ, მაშინ მათი რეაქცია იქნება ადეკვატური. მაშინ როდესაც უკრაინაში ვხედავთ რაც ხდება, იგივე რეფერენდუმი, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის და ასე შემდეგ. არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ რეალურად საქართველოში დაიძაბოს სიტუაცია ევროკავშირის გამო. მოდი დავიწყებ თქვენგან ქალბატონო მაინა, მე შეგახსენებთ აპატურაის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ 2008 წელი იყო რეალურად გამოწვეული ბუქარესტის სამიტით. სწორედ ამიტომ გეკითხებით. აი დავუშვათ, მოვაწერეთ ხელშეკრულებას ხელი. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ დიპლომატიაში თითო სიტყვას მნიშვნელობა აქვს და დამეთახმება ქალბატონი სალომე და ბატონი გრიგოლიც. აი სიტყვას აქვს მნიშვნელობა და როდესაც საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება არ არის მიმართული არც ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სწორედ ამ სულისკვეთებას გამოხატავდა ბატონი ბაროზო, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და სწორედ ამას ვაცხადებთ ჩვენ, რომ არ არის ეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა. მე არ შემიძლია ხა არ გამოვეხმაურო იმას, რაც აქ ითქვა, უფრო რა თქმა უნდა საზოგადოების გასაგონად, აქ როცა უკრაინის სცენარზე იყო საუბარი, რომ ესე იგი თითქოს იქ ასეთი ამბები განვითარდა, მაგრამ მაინც მოაწერეს ხელი, მეცაც ვიტყვი. აი სააკაშვილი რომ ყოფილიყო, ჩვენ შესაძლებელია უკრაინაზე უარესი სცენარი ვქონოდა დღეს. სწორედ იმ არასწორი პოლიტიკით, რომელსაც ის ატარებდა და ჩვენ 2008 წელი ვნახეთ. დიახაც ტანკები რომ არ შემოდიან თბილისში, ეს დღეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე უნდა ვთქვათ, რომ ეს საფრთხეები უკვე გავიარეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არასოდეს ქვეყანა არ დადგეს იმ საფრთხის წინაშე, რაც ყველამ ერთად გავიარეთ, ხომ? მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებით, მხოლოდ დიალოგით, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ჩვენ ომს ვერ დავუწყებთ რუსეთს, რაც არ უნდა გვიკიჟინოს, ეხლა ბარამიძე მან სააკაშვილმა, ჩვენ უნდა დიალოგში ვიყოთ რუსეთთან, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. ეს არის მთავარი. და რაც შეეხება იმას, ეხლა რა გავლენები შეიძლება გქონდეს რუსეთთან ურთიერთობაზე,
ნუ რუსეთმა თქვა, ჩვენ ვნახავთ, შევხედავთ, თუ უარყოფითად აისახება თავდაცვის ზომებს მივმართავთ. ნუ კიდე კაი ის არ თქვა, რომ თავდასხმის ზომებს მივმართავთ. ანუ თავს არ გვესხმის, მოდი ასე ვთქვათ. იქნება რა თქმა უნდა გაგრძელებული იგივე კარასინი აბაშიძის ფორმატი და შეიძლება კიდევ ექსპერტები ჩაერთონ და კომისია შეიქმნას და აი სწორედ დარგების მიხედვით რა ურთიერთობებიც გვაქვს რუსეთთან, მაგრამ თავარი იცით რა არის? ჩვენ არა ვართ რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული იმ დოზით და იმ დონით, როგორითაც არის თუნდაც უკრაინა. ჩვენ ეკონომიკური დოზი დამოკიდებულებაზე მე საუბრობ საფრთხეებზე და იგივე რეფერენდუმი, რომელიც თემატურად ნიშნავს იმას, რომ ისინი შესაძლებელია უცებ გავიღვიძოთ უკვე დაიძრა ეს საკითხი და დადგეს ეს დღის წესრიგში. ყირიმის მაგალითი გვაქვს, ხო? კი ბატონო, ყირიმის მაგალითი არსებობს, არ არის გამორიცხული, რომ იგივე იყოს ცხინვალის რეგიონშიც, მაგრამ ერთ რამეზე ვთანხმდებით, რომ დღეს სწორედ ევროკავშირი არის ყველაზე უფრო ახლოს საქართველოსთან, ვიდრე ოდესმე იყო და დიახაც დღეს იქ ხაზგასმით, აი წითელ ხაზად გასდევს დღევანდელი განცხადებებს ის სულისკვეთება, რომ საქართველოს დღეს ევროკავშირი უდგას გვერდით სწორედ ტერიტორიული მთლიანობის დაცვის თვალსაზრისით და არაღიარების პოლიტიკის. რა რეფერენდუმიც არ უნდა ჩატარდეს, ეს რეფერენდუმი არ იქნება აღიარებული, ეს იქნება უკანონო, ბუნებრივია ამას არავინ არ ცნობს და დიახაც აფხაზებთან და ოსებთან შერიგების პოლიტიკით, დიალოგით ჩვენ მიმზიდველი უნდა გავხადოთ ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა რა სიტყვით ქალბატონ სალომე, მესიჯი რომელიც როგორც არ მიყვარს ეფორია, ისე არ მიყვარს საფრთხეებით ხალხის შეშინება და დაშინება. და ვინც გვაშინებს დღეს შიგნით, ის და იმაზე უნდა გაგვიჩნდეს რაღაცა ეჭვები. ის რაც ხდება და რაც მოხდა უკრაინაში, საქართველოში უკვე მომხდარია. ამიტომ ამისი შიში წარსულს ეკუთვნის. რეფერენდუმს მოაწყობენ თუ არ მოაწყობენ, მერე რა? დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, მადლობა წინა ხელისუფლებას. დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. რაზე მადლობას რატომ მოხდა? მადლობა, იმიტომ ეს მოყვა იმ მოვლენებს, რაზედაც ახლა არ დავრუნდები და ამაზე დამოუკიდებლობა გამოაცხადეს 90 წლების დასაწყისში. რუსეთმა აღიარა მათი დამოუკიდებლობა. ხო, თქვენ კარგად იცით რუსეთის მითში რა ხდებოდა. როგორ არ ვიცი? კარგად, პირველივე იმიდან გასაგები არის. შეიძლება გავაგზელო. ანუ ეს საფრთხეები შექმნილი არ არის რეალური საფრთხე. ლავროვმა შეუძლია რაღაცა ბუნდოვანი სიტყვებით გველაპარაკოს, მე არ ვიცი რას ნიშნავს. ერთი საფრთხე ვიცი, ეს არის პუტინის და ევროპაში მყოფი ფაშისტური მოძრაობების დაახლოება. ეს არის რეალური საფრთხე მთელ ევროპისთვის, არა საქართველოსთვის კერძოდ, მაგრამ მთელ ევროპისთვის, რომელზედაც ალბათ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ. საფრთხე საქართველოსთვის არ არის გარედან, იმიტომ ეს უკვე მომხდარია და ამას უნდა იმით მოვუაროთ, რომ დღეს რეალურად ევროპა გვაძლევს საშუალებად, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული გზა აფხაზეთისთვის და სამხრეთ ოსეთისთვის. მაგრამ საფრთხე არსებობს. იმის მიუხედავად და საფრთხე არ არის გარეთ, საფრთხე არის შიგნით. საფრთხე არის ის გაზრდა პრორუსული ძალების, რომლის ახლა წარმომადგენელს მოусმენთ, რომელიც გაიზარდა ბოლო არჩევნების, წინა არჩევნების და ბოლო არჩევნების დროს. მე დავსვი ეს კითხვა, მე არ მესმის რატო იქნა ასე თავისუფლად ვიტყოდი ამ ძალების გაძლიერება საქართველოში, იმიტომ თუ არსებობს რომელიმე საფრთხე ჩვენი მომავლისთვის, ეს არის შიდა პრორუსული ძალები, ეს იქნება ნინო ბურჟანაძე თუ სხვა. არა, თქვენ ბრძანეთ რომ უნდა ჩაგვერთვას, თორემ მე არ ვიცი თქვენ ვის გულისხმობდით ამ პრორუსულ ძალებში. თვითონ რასაც აცხადებს ახლა მოусმენთ და გავიგებთ ძალიან კარგად, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი, შეიძლება ამან მიიღოს ძალიან ბევრი სხვა სახეობა. თავარი ის არის, რომ ამ პერიოდში გაიზარდა საქართველოში ანტიდასავლური, ასე დავარქვათ, განწყობები. ამ განწყობებზე იმუშავა იმან, რომ ხელისუფლებამ ზოგიერთი განცხადებები გააკეთა, რომელიც ჩემთვის გაუგებარი იყო, როცა აცხადებდნენ, რომ იმიტომ რომ ევროპელები ამას გვიშლიან, ჩვენ ვერ ვატარებთ იმ სასამართლოებს სააკაშვილის და სხვების მიმართ, რაც არის ტყუილი. ევროპის გამო მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რაც არის ტყუილი. და ეს ჩვენ არ გითხოვს, ქალბატონ სალომე, ამას ამბობდნენ ჩვენი ოპონენტები. ხო, მოკლედ ეს გავრცელდა.
ბოდიში თუ თქვენ არ გითქვამ და ცუდად ისა, მაგრამ ეს იყო გავრცელებული და ამან გააძლიერა ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობა, რომელმაც მერე მიიღო თავისი სახე ამ ბოლო არჩევნებში. ეს არის ჩვენთვის საფრთხე დღეს და არა გარედან ის ინტერვენცია, რომელიც უკვე მომხდარი არის. დიდი მადლობა. ოდნავ მოგვიანებით მე მინდა დარბაზში სწორედ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს დაუსვა ასეთი კითხვა. ქალბატონი სალომე საუბრიდან გამომდინარე, ხო, ფაქტია, ბოლო პერიოდში ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ, რომ აი ევროპიდან რაღაც საფრთხე არის ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ღირებულებებს, არა საბედნიეროდ არა ყველა ფიქრობს ასე. მეც ვარ მათ შორის, ვინც ირჩევს ევროპას, ამიტომ საბედნიეროდ ვამბობ, მაგრამ არსებობს დამცველი გახდა პუტინი. არა, ამიტომ არსებობს ასეთი კითხვა და მე მინდა რომ აი ამაზე ჩამოყალიბდეთ ოდნავ მოგვიანებით დაგისვათ კითხვას. მანამდე ბატონო გრიგოლ, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თქვენი აზრით რა შეიძლება ვთქვა ქალბატონო დასაკვირველია ბრძანეთ და მე მაინტერესებს იქვე რომ თქვა დაახლოებით რამდენ ხანში ვარაუდობ ლავროვის განცხადებები, რომელიც ბოლო დღეებში გაკეთდა, ლავროვის განცხადებები ყველაზე უფრო მიმართული იყო უკრაინასკენ, რადგანაც რუსეთისთვის უკრაინაში საბაჟო და სავაჭრო სისტემების ლიბერალიზაცია ევროპასთან მიმართებით არის დამღუპველი. იმიტომ რომ უკრაინული კომპანიები ავტომატურად ხდებიან ევროპული კომპანიები და არაკონკურენტული რუსულ საქონელს და წარმოებას მოსპობენ. ეს უნდა გვესმოდეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რაც ნოემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა და რაც არის რუსეთის ახალი საგარეო პოლიტიკური დოქტრინა, რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ახლო სამეზობლოს. სადაც წერია პირველი რომ რუსეთის ყველა მეზობელი პოსტსაბჭოთა ქვეყანას აქვს შეზღუდული სუვერენიტეტი, აგრაინჩენი სუვერენიტეტი. მეორე ის, რომ საბჭოთა კავშირის საზღვრების გადახედვა ჯერ დამთავრებული არ არის. მესამე ის, რომ რუსები არიან ყველაზე დიდი გაყოფილიერი ევროპაში და მათ უფლება აქვთ ეს უსამართლობა გამოასწორონ. და მეოთხე, რაც მთავარი არის, მონოპოლარული სამყარო დამთავრდა, ანუ დამთავრდა დემოკრატიული სამყაროს დომინირება, რომელსაც ადგილი ჰქონდა 80-90-იან წლებში და 2000-იანის დასაწყისში და ეხლა ყველაფერი, რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, არა აქვს მნიშვნელობა, სად ხდება ეს, უნდა იყოს შეთანხმებული რუსეთთან. ამიტომ საქართველოს ნაბიჯები გადადგმული ევროინტეგრაციის ან ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ეს ძალიან ცუდი მაგალითი არის დანარჩენი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, მაგალითად ბელორუსისთვის, სადაც პრეზიდენტმა ლუკაშენკომ საერთოდ არ დაუჭირა მხარი უკრაინაში მიმდინარე აგრესიას, სამხედრო ტერორისტულ ოპერაციას რუსეთის და დაიწყო ბრიუსელთან ახალი რაუნდი, ჯერ ეს შეფარული რაუნდი არის, მაგრამ უკვე აქტიურად მიმდინარეობს ყველაფერი. და მეორე ის, რომ საქართველო, რომელიც წარმოადგენს გასაღებს სამხრეთ კავკასიაში და გასაღებს ცენტრალური აზიისთვის, რაც შეეხება ენერგომატარებლებს, სატრანსპორტო კომუნიკაციებს, აქ რბილი ძალის შემოსვლა ევროპის რუსეთისთვის არის დამღუპელი, იმიტომ რომ ევროპა აქ შემოდის ვაჭრობით, დემოკრატიით, თავისუფლებით. რუსეთისთვის ჩვენ წარმოვადგენთ ერთ ინტერესს, რომ თბილისში ვაზიანის ბაზიდან ახლო აღმოსავლეთამდე რუსულ გამანადგურებელს სჭირდება საათი და 5 წუთი. საინტერესო არის, რომ ეს არის ზუსტად რუსეთის კონცეფცია, სხვანაირად წარმოდგენილია ვითომ წინააღმდეგობითი, მაგრამ სინამდვილეში აქ არის რუსეთის კონცეფცია, რომ დღეს აქ არსებობს ნულოვანი თამაში. ანუ რასაც მოიგებს ევროპა, მაინდა-მაინც აგებს რუსეთი, რასაც მოიგებს რუსეთი, მაინდა-მაინც ევროპა აგებს. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ 21 საუკუნეში, დამთავრდა კი უნდა რუსეთს რომ დაუბრუნდეს ამას, მაგრამ დამთავრებულია, როგორც დამთავრებული არის რუსეთის პოტენციალი რეალურად, რაც არ უნდა ემუქრებოდეს მის მეზობლებს და სტრატეგიაში ამას წერდეს და ნულოვანი თამაშიდან გამოსული არის მსოფლიო. ვართ ძალიან რთულ, შეიძლება ბევრ მომენტში ძალიან დაძაბულ მსოფლიოში, სადაც არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ რეგიონშიც იყოს დაძაბულობა და არა მხოლოდ რუსეთთან მიმართებაში და რომ ვართ მონუსხული რუსეთიც, ეს ზოგიერთებისთვის მესმის, მაგრამ ეს არ არის რეალური საქართველოს სიტუაცია და ეს უნდა გავიგოთ, თუ გვინდა, რომ ჩვენ მომავალ მსოფლიოში, აი სადაც უნდა შევიდეთ და ევროპის გზა არის შესვლა მსოფლიოში, როგორც დამოუკიდებელი ძლიერი სახელმწიფო. გვექნება ისევ, რომ განვაგრძოთ ქალბატონი ბრძანეთ და ქალბატონი ნინო ბურჯაძე ჩაგვეყოთ. მანდილოსანს დაუთმეს 26,000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის ანექსირება მოხდა 21 საუკუნეში.
გაეროს წესდების EUTOS პრინციპების დარღვევით 2014 წელს. 2014 წელი არ მოხდებოდა, რომ 2008 წელს ევროპას შეერთებულ შტატებს გამოეტანა გაკვეთილი იქიდან, რაც მოხდა 2008 წელს საქართველოში. დღეს ყურადღება მიაქციეთ რუსეთი, რომელსაც ძალიან ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი თვლიდა ჩამოწერილ ქვეყანად, ორი სვლით წინ უსწრებს ევროპის კავშირსა და შეერთებულ შტატებსაც. არავინ აღარ ლაპარაკობს ყირიმზე. დიახ. სულ ყველა ლაპარაკობს აქციების ბაპატიეთ კრამატორსკზე, დონეცკზე, ლუგანსკზე, დნეპროპეტროვსკზე, მარიუპოლზე და ყირიმის თემა ისე დაიხურა, გეგონება ერთმა სუვერენულმა სახელმწიფომ მეორეს მაპატიეთ ფილოსოფიურად იყვით 2014 წელს ევროპის ცენტრში არაახია 26,000 კვადრატული კილომეტრი. ამიტომ ადამიანი, რომელიც რეალურად არ უყურებს საღად იმას, რაც დღეს ხდება მოსკოვში, ძალიან ცდება დამიჯერეთ, იმიტომ რომ პუტინიც და რუსეთიც მათ ამ ნაბიჯის გადადგმა შეეძლოთ უკან. ერთხელ მაპატიეთ უკან ამ ნაბიჯს უკვე ვეღარ გადმოდგა. დიდი მადლობა. მაშზე როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც დღეს უყურებდით პირდაპირ ეთერში ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას? ნინო ბურჯანაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. საღამო მშვიდობის ქალბატონო ნინო, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მაინტერესებს თქვენი შეფასება იმ ყველაფრის, რასაც ჩვენ უყურებდით დღეს პირდაპირ ეთერში და როგორ ფიქრობთ, როგორც აქ ითქვა სტუდიაში, ეს იყო ზედმეტად რაღაც აჟიტირება თუ ეს არის რეალური მიზეზი და რეალური შედეგი მიღწევა ქვეყნის იმისთვის, რომ ნამდვილად ვიზეიმოთ? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. უპირველეს ყოვლისა, ინგა მე ყურადღებას მივაქცევდი ჩვენი ინტერაქტივის გამოკითხვას, რომელსაც ახლა თქვენს ეთერში ვადევნებთ თვალყურს და ვიტყოდი, რომ ნამდვილად საგანგაშო ვითარება ამ ინტერაქტივიდან გამომდინარე, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის, აი ციფრებს შევხედავ 1780 და ასე ვთქვათ, რესპონდენტიდან ეკონომიკურ კეთილდღეობას ელოდება ევროპიდან და ევროპა მისთვის არის ეკონომიკური კეთილდღეობა. მხოლოდ 293-ისთვის არის ევროპა ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა, ხოლო ადამიანის უფლებები 467 ადამიანისათვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ძალიან მცდარი წარმოდგენა გვაქვს ზოგადად ევროპაზე და ევროპულ ფასეულობებზე, იმიტომ რომ ევროპა უპირველეს ყოვლისა არის სწორედ ადამიანის უფლებები, სწორედ პოლიტიკური სტაბილურობა, რომელსაც შემდეგ უნდა მოყვეს ეკონომიკური სტაბილურობა და ამავდროულად ეს ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად არასწორი მოლოდინებია შექმნილი ამ ასე ვთქვათ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ისევე როგორც არასწორი მოლოდინი იყო შექმნილი იგივე ვიზებთან დაკავშირებით, როცა ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ აი ხელმოწერის შემდეგ მეორე დღეს უკვე ვიზო მიმოსვლა იქნება და ჩვენ აფხაზებს და ოსებსაც კი ვეპატიჟებოდით, რომ ვენაში და პარიზში ერთად გვესეირნა. ოღონდ ხელმოწერამდე 2 დღით ადრე გამოგძანდა ბატონი ელჩი დიმიტროვი და თქვა ის, რაც მე ვიცოდი და რასაც ვამბობდი, რომ კარგახანს არ იქნება კიდე უვიზო მიმოსვლა, თუმცა ეს ერთი თემაა და მეორე საკითხია, რამდენ ადამიანს შეუძლია საქართველოში თავის თავს უფლება მისცეს ევროპაში იაროს თუ არა წავიდეს იმისათვის, რომ საკუთარი შვილები მიატოვოს და საკუთარი მშობლები და სხვის შვილებს და სხვის მშობლებს მოუარონ იქა. იცით რა, კარგია ევროპა და ეს საერთოდ კითხვას არ ექვემდებარება და ძალიან კარგი იქნება თუ ყველაფერი ის, რასაც ჩვენ გვპირდებიან შესრულდება, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებმა, ვინც ჩახედილნი ვართ, აი ამ ყველა დეტალში, რომ პოლიტიკური თვალსაზრისითაც ძალიან გადაჭარბებულია ის შეფასებები, რასაც დღეს ჩვენი ხელისუფლება გვეუბნება, ეკონომიკური თვალსაზრისით ნამდვილად გადაჭარბებულია, იმიტომ რომ ერთ მაგალითს ვიტყვი, მხოლოდ 28 ქართული პროდუქციისათვის შეზღუდვებია დაწესებული ამავე ხელშეკრულებით და ეს ის ძირითადი პროდუქციაა, რომელიც სწორედ საქართველოსათვის არის ძალიან პრინციპულად მნიშვნელოვანი. მე ვიტყოდი, რომ დღეს ჩვენ ვზეიმობთ ისევე, როგორც ვთქვათ, ვიზეიმეთ ჩვენ 2008 წელს, როდესაც ხალხი ზეიმობდა ძირითადად წაგებულობს, დღეს ვზეიმობთ არაწაგებულობს, მაგრამ დავასრულო ერთი წამით, რომ გაიგონ ადამიანებმა. არა, უბრალოდ მაშინაც არასწორი შეფასება იყო, ნამდვილად ამას არ ვადარებ და კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან კარგი იქნება თუ შესრულდება,
მაგრამ როგორც მაშინ შეეცადა მაშინდელი ხელისუფლება, რომ ილუზია შეექმნა წაგებული ომის დროს, რომ ჩვენ მოვიგეთ, დღესაც ეხა რა თქმა უნდა პირდაპირ შედარებას არ ვახდენ, მაგრამ დღესაც დღევანდელი ხელისუფლება ჩვენ გვაზეიმებს ნამდვილად გადაჭარბებული ემოციით და ეიფორიით იმას, რაც რეალობასთან ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი მიმართულებით ნამდვილად არ არის ახლოს, იმიტომ რომ ჩვენ ამ ხელშეკრულებით ყველაზე მთავარ პრობლემას სამწუხაროდ ვერ ვუახლოვდებით მათ მოგვარებას, რაც არის აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარება და გრძელვადიან პერსპექტივაში ნამდვილად ყველაფერი ჩვენ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, შეასრულებს თუ არა ძალიან ბევრ ისეთ, ასე ვთქვათ, ვალდებულებას, რომელიც ან დაგვახლოვებს ევროპასთან, ან არა. მე ერთ მაგალითს მოვიყვან, რომ თურქეთმა ქალბატონო ინგა, თურქეთმა ევროპასთან ასოცირებულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა 1963 წელს. ეს ნამდვილად კარგი იყო თურქეთისათვის და ნამდვილად, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, მაგრამ დღესაც არ არის თურქეთი ევროკავშირის წევრი, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით, ასე რომ ნუ ვაზეიმებთ ადამიანებს იმას, რაც რეალობასთან ახლოს არ არის. მაშინ გითხარით ქალბატონო ნინო, ევროპასთან ხელშეკრულების ხელმოწერა, მაგრამ როდესაც ამავდროულად ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმ უმნიშვნელოვანეს საფრთხეებზე, რაც ქვეყანაში არსებობს. აი აქ ითქვა სტუდიაში და არ შემიძლია არ თქვა, როდესაც მართლაც არ ხდება ადეკვატური შეფასება იმ საფრთხეებისა, რის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას, როდესაც მთელი ხელისუფლება გადაყვას ზეიმს და კონცერტებს, მაშინ როდესაც აგერ ყურიზირში პრაქტიკულად 20 კილომეტრში აი ამ ადგილიდან, სადაც ეხა თუნდაც თქვენი სტუდია ან ჩემი ოფისი დგას რუსეთის ჯარი და დამოუკიდებლობას აცხადებს ცხინვალი და ამ დროს დამოუკიდებლობას კი არა რუსეთთან მიერთების სურვილს. და ამ დროს ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ არა აქვს თურმე მნიშვნელობა ცხინვალი რას გამოაცხადებს, არა აქვს თურმე მნიშვნელობა იმას ლავროვი რას იტყვის, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ქვეყნისთვის და პრობლემა ის კი არ არის ქვეყნისთვის, რომ სხვადასხვა პოლიტიკოსებს განსხვავებული ხედვა და განსხვავებული მოსაზრება აქვს და სხვათა შორის მე მიყვირს, რომ ამას ის ადამიანები ამბობენ, ვინც მართლა აქეთ უნდა გვასწავლიდეს ევროპას. პრობლემა ის არის, როდესაც ჩვენ ხალხს არ ვეუბნებით სიმართლეს, არა, არავის მისამართით არ ვამბობ, ეს ქართულ პოლიტიკაში ძალიან სტუდიაში წეღა, როდესაც თქვენ საუბრობდით, რეპლიკა ისროლა, რომ და ამ დროს აღლუმებზე რუსეთში არ უნდა ჩადიოდეს პოლიტიკოსიო და ამიტომ საპასუხო ის ხომ არ არის თქო რეპლიკა. არა, მე ეგ რეპლიკა ნამდვილად არ მომისმენი, არ აქვს მაგას მნიშვნელობა, ეხა ქალბატონ სალომეს თავისი აზრი აქვს და მე განსხვავებით სხვა პოლიტიკოსებისაგან ნამდვილად მიმაჩნია, რომ ყველა პოლიტიკოსს აქვს თავისი აზრი ჰქონდეს ამისი უფლება და თავისი მოსაზრება, ესე ვთქვათ, რეალიზებული იყოს მისი პოლიტიკური მოქმედებებით და ეს მგონია მე სწორედ ევროპულობა, რომ პატივსცემ ადამიანის განსხვავებულ მოსაზრებას, მით უმეტეს პირდაპირ გეტყვით ქალბატონო ინგა, დიახ უნდა ჩახვიდეთ პოლიტიკოსები და უნდა ჩავიდნენ რუსეთში, დიახ უნდა ელაპარაკონ რუსეთის პრეზიდენტს, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო ელაპარაკება, იმიტომ რომ თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, არც ევროპასთან ასოცირებული ხელშეკრულება გვიშველის და არც ძალიან ბევრი სხვა ხელშეკრულება გვიშველის და ძალიან სერიოზული და მძიმე რეალობის წინაშე უნდა შეიძლება აღმოჩნდეთ. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლების საუბარი იმაზე, რომ მოგვარებულია პრობლემები, რომ პრობლემები არ იქნება, რომ ყველაფერი დაალაგებულია, ეს არის აბსოლუტური ილუზია. ხელისუფლება გადაყოლილია მართლაც ტაშფანდურს და იმის გარჩევას, ვინ უნდა მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას და ვინ არ უნდა მოაწეროს ხელი. ხელისუფლება გადაყოლილია იმაზე ლაპარაკს, რომ თურმე რა აზრი აქვს რუსეთთან პოლიტიკურ თემებზე ლაპარაკს და რატომ უნდა ჩავიდეთ და რატომ უნდა ველაპარაკოთ, მე პირდაპირ გეტყვით, არ ჩახვალთ და არ დაელაპარაკებით ბატონებო. ისე კომპეტენციას რომ გადავხედავ ჩვენი ხელისუფლების, შეიძლება ერთის მხრივ ჯობდეს კიდეც რომ არ საწავიდნენ და არ სადილაპარაკონ მაინც და მაინც, მაგრამ მოლაპარაკე არავინ გეგულებათ ამ ხელისუფლებაში? არა, არ მეგულება, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებაში შიშის კანკალი აქვთ ადამიანებს, რომ ემან პრორუსულობა არ დაბრალდეთ და აქედან გამომდინარე საკუთარი ქვეყნის პრობლემებზეც ვერ ლაპარაკობენ და ამბობენ, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა განცხადებას გააკეთებს. შევხედოთ რეალობას ბატონებო თვალებში. აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა თუ არ აღიარებს, ეს რა თქმა უნდა პოლიტიკურად არის მნიშვნელოვანი, მაგრამ de facto ამას სამწუხაროდ მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ არავინ არ აღიარებს ყირიმის, ესე ვთქვათ, რუსეთისათვის მიერთებას, მაგრამ დღეს ყირიმში მოძრაობს რუსული ფული, დღეს ყირიმში არის რუსული, ესე ვთქვათ, იურისდიქცია და ყირიმი არის რუსეთის ნაწილი და ეს არასოდეს აღარ გახდება უკრაინის ნაწილი. სანამ ჯერ კიდევ ინგა ჩვენ გვაქვს იმისი შანსი, რომ აფხაზეთს და ოსეთს ველაპარაკოთ, აფხაზებს და ოსებს ველაპარაკოთ და აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა მოვაგვაროთ. სანამ
ღმერთმა დაიფაროს და არ განვითარებულა იმავე ტიპის სცენარი, რა სცენარიც განვითარდა ყირიმთან მიმართებაში. გონს უნდა მოეგოს ხელისუფლება და უნდა შეძლოს როგორც მინიმუმ სხვადასხვა მიმართულებებით ლაპარაკი და მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. მე არანაირად არ მაინტერესებს ვინ რა იარლიყს მომაწეპებს. იმდენაირი იარლიყები იყო მოწეპებული, რომ ძალიან ძნელია რომ ამით ნაციონალურ მოძრაობას ვინმე ესე ვთქვათ წინ გაუსწროს. მე ვიცი ერთი რამ, მე მაქვს სრული პასუხისმგებლობა ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის წინაშე. მე ვიცი ძალიან კარგად რომ დღეს არის ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში. ამ უმძიმეს მდგომარეობას სამწუხაროდ ნეიტრალიზებას ვერ უკეთებს ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების ხელმოწერა და მე გეუბნებით ამას ვამბობ ჩვენი მოსახლეობის გასაგონად. თუ სასწრაფოდ გადაუდებლად არ დაიწყება პირდაპირი მოლაპარაკება რუსეთთან, თუ არ აღმოჩნდებიან გამბედავი პოლიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ ილაპარაკებენ და ილაპარაკებენ სწორედ ქვეყნის ინტერესების დასაცავად და დემაგოგიაა, როდესაც ვინმე ლაპარაკობს იმაზე, რომ ვინმეს თურმე რუსეთში დაბრუნება უნდა და რუსეთის გუბერნიით საქართველოს გახდენა, თუ ასე გაგრძელდება ბატონებო, შეიძლება მაგამდე მართლა მივიდეს საქმე, მაგრამ მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. დიახ, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოს კონდეს რუსეთთან საუბრის რესურსი, რომ ჩვენ კონდეს შესაძლებლობა იმისა, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემები მოვაგვაროთ და გვესმოდეს კარგად. არც ევროპა, არც ამერიკა, არც არავინ სხვა ჩვენს პრობლემებს არ და ვერ მოაგვარებს. არც უნდა მოვთხოვოთ მათ, რომ ჩვენი პრობლემების მოგვარება მათ აიღონ თავის თავზე და სანამ ჩვენ შეშინებულები ვიქნებით, რომ ვინმე პრორუსულობა არ დაგვაბრალოს და აქედან გამომდინარე ვერ გავბედავთ იმის თქმას, რომ დიახ საჭიროა რუსეთთან პირდაპირი დიალოგი, ჩვენ შეიძლება ისიც დავკარგოთ, რა რეალობაც დღეს აქვს. დიდი მადლობა, ქალბატონო ნინო, დიდი მადლობა. ეს იყო ნინო ბურჯანაძე და მე ვიდრე რეკლამას გამოაცხადებ ეთერში, რეკლამის შემდეგ დარბაზთან გვექნება ძალიან აქტიური საუბარი. მანამდე მინდა თითოეულ თქვენგანს ვინ ზის მაგიდასთან ვიდრე დაგემშვიდობებით კიდევ ერთხელ გთხოვოთ აი სწორედ იმ ინტერაქტივიდან გამომდინარე ეკონომიკური კეთილდღეობა მართლა უფრო უმეტესობა მაყურებლის ამბობს რომ ევროპა მათთვის ნიშნავს ეკონომიკურ კეთილდღეობას მოდით განუმარტოთ რას მივიღებთ დღევანდელი დღისგან ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე რომ შევედით ევროკავშირში და აქვე როდის ელოდებით თითოეული თქვენგანის პასუხი მაინტერესებს რამდენ ხანში შეიძლება ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრები და რას მიიღებს მაყურებელი სწორედ დღევანდელი დღიდან. კი, გისმენთ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ როდის შევალთ ევროკავშირში, ამისი წინასწართქმა არ შეიძლება და არც სწორი არ იქნება. არ ვიცი ხა რამდენად უნდა გავაკეთო ქალბატონ ნინოს ნათქვამზე კომენტარი, მაგრამ საზოგადოება ისმენს და უფრო მოსახლეობისთვის თურქეთთან რაღაც პარალელები გაავლო. ვიტყვი ხორვატიაზე, მაგრამ ძალიან წარმატებული ქვეყანაა ხორვატია, 2013 წელს გახდა ის ევროკავშირის წევრი. დაახლოებით 11 წელი ასოცირების შემდეგ ის ემზადებოდა ევროკავშირში შესვლისთვის და თითოეული წელი იყო ძალიან რთული, ძალიან დატვირთული, ძალიან ბევრი იშრომეს ხორვატებმა, რომ ისინი გამხდარიყვნენ ევროკავშირის სრული წევრები და მოახერხეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ამას მოახერხებს და შეძლებს და ის რომ ეხა ვიღაცა საფრთხეებს ვერ ამჩნევს. ვიღაცას თურმე რაღაცა მოკლე ხედვა ან მოკლე მეხსიერება აქვს. ეხა ეს მე ვფიქრობ ძალიან უბრალოდ რაღაცა ხალხისთვის პოპულისტურად გაკეთებული განცხადებები იყო, ნამდვილად ძალიან სწორად ვაფასებთ ნებისმიერ საფრთხეს, რომელიც არის და მომდინარეობს და ეხა არ ვიცი, ეთყობა ძალიან ჯერა ქალბატონ ნინოს რომ ჩავა პუტინთან, პუტინი მისი ხათრით ალბათ სოხუმს და ცხინვალს დაგვიბრუნებს, არ ვიცი, კითხვა. ეთყობა არ ვიცი. სწორედაც ძალიან ეტაპობრივად, ნაბიჯ, ძალიან გონივრულად, არა აჩქარებით, ჩვენ დიახაც რუსეთთან დიალოგით, მოლაპარაკებით, მშვიდობიანად, ჩვენ უნდა ჩვენი პრობლემები მოვაგვაროთ და მეორეს მხრივ ევროკავშირთან თანამშრომლობით, დიახ, რაც თქვა საზოგადოებამ დააფიქსირა ეკონომიკური კეთილდღეობა, იცით რატომ? იმიტომ რომ ღრმა ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დოკუმენტის და სწორედ ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენ ეტაპობრივად ყველა სფეროში ეკონომიკის დავიწყოთ სერიოზული გარდაქმნები, რეფორმები, რაც მიგვიყვანს, დაჭირდება ამას წლები, მაგრამ ნამდვილად გავხდებით ევროკავშირის წევრი. რა დათმო, ამაზე მიპასუხეთ, შემდეგ ბატონი გრიგორი და დაასრულებს მე მინდა ახალგაზრდების მესმის რომ
რომ გარკვეული წუხილი არის, ხელისუფლების ვალდებულება რომ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, თვითონ შინაარსზე, სხვათა შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე ეს ტექსტი თავიდან ბოლომდე დევს და მე გირჩევდით რომ ჩაუღრმავდეთ, წაიკითხოთ ყველა, ასე ვთქვათ, პრობლემა, რაც დღეს საქართველოს აქვს, ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, იგივე არაღიარების საკითხები, ეს ყველაფერი, იგივე ომის შემდეგის შეთანხმებები, რაც უნდა შესრულებულიყო და რუსეთმა დღემდე არ შეასრულა, ყველაფერი ამაზე არის საკმაო აქცენტები გაკეთებული და ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, არაღიარება ოკუპირებული ტერიტორიების, ჩვენი, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობა, აი ეს არის მთავარი, რაც და უსაფრთხოება. ეს არის, რაც გასდევს ლაიტმოტივად პოლიტიკურ ნაწილს, ასე რომ ჩვენ არაფერი არ დავთმეთ, პირიქით, ევროკავშირი არის გარანტია იმისა, რომ საქართველო განვითარდეს და შეიქმნას აქ უსაფრთხო სივრცე. დიდი მადლობა, მაინა ყობახიძე, ბატონო გრიგოლ, რა სიტყვით თქვენ? არ ვიცი, საჭიროება არის, რომ დარბაზისთვის და მაყურებლისთვის ის ციფრები გავიმეორო, რომელიც აბსოლუტურად რეალურია. კიდევ ერთხელ გავიმეორო. 12%-ით გაიზრდება საქართველოს ექსპორტი, 7%-ით გაიზრდება ევროპის კავშირის ექსპორტი. ეს ზრდა ქვეყანას მისცემს 300 მილიონამდე დამატებით სახელმწიფო შემოსავალს. 3-დან 4.5%-მდე გაიზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი, რაც გამოიწვევს სამუშაო ადგილების ზრდას. ქართული კომპანიები დაიწყებენ ევროპის კავშირის სამართლებრივ სივრცეში მოქმედება ზუსტად ისევე, როგორც ევროპის კავშირის წევრი ქვეყნის კომპანიები, რაც იმას ნიშნავს, რომ გაჩნდება ინვესტორების ინტერესი აქ საქართველოში გახსნან თავისი ფილიალები ან თავისი კომპანიები დაარსონ და აქედან იმოქმედონ. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, მე მინდა გავიმეორო, ეს რეფორმები გასატარებელია ბრიუსელისთვის კი არა. კონკრეტული საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაკისთვის კი არა, ან პარლამენტარისთვის, ეს არის ჩვენი შვილებისთვის გასატარებელი. ვალდებულებები, რომელიც ჩვენ თავზე ავიღეთ, მე მას თქვენ ჩამოგითვლით და თქვენ თვითონ განსაჯეთ, საქართველოს რამე დათმო თუ არა. ძალიან. უპირველეს ყოვლისა, ვლაპარაკობთ იმაზე, რომ უნდა გამტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და დაფუძნდეს, გამტკიცდეს, გარანტირებული იყოს კანონის უზენაესობა. მეორე მნიშვნელოვანი, საყოველთაო პატივისცემა ადამიანის ძირითად უფლებებს, მათი გარანტირება და დაცვა. მესამე მნიშვნელოვანი სახელმწიფო მართვის სისტემის სრულყოფა. მეოთხე სახელმწიფო აპარატის კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა და ეფექტურობა. შემდეგი კანონმდებლობის დახვეწა იმისთვის, რომ სასამართლო იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი. შემდეგი კანონმდებლობის დახვეწა იმისთვის, რომ სამართალდამცავი ორგანოები და არმია იყოს ნეიტრალური, აპოლიტიკური, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლური, გამჭვირვალე და კიდევ უფრო ეფექტური და ბოლო კორუფციასთან ბრძოლა. რა დათმო რომელიმე საქართველოს ხელისუფლება ნარკოდანაშაულთან ბრძოლა კიდევ და ბევრი რა დათმო რომელმა ხელისუფლებამ და რა არის ამ რეფორმებში ისეთი, რომელსაც წაიღებს ბრიუსელი და არ დარჩება ჩვენ შვილებს. ეკონომიკაზე ვთქვა? მოკლედ ძანეთ და დაასრულებს ქალბატონის სალომე რეკლამის. რახან შეთანხმებაზეა, ეს აბსტრაქტული გადახვევები არ გვინდა მით უმეტეს ეს კოლაბორაციონისტული გადახვევები. ამ ქალბატონს რო უსმენ, მახსენდება უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც ეხა როსტოვ-ნადანო როგორ არის ქართულად, იქ არის გაქცეული. მოსული არ იყო. რომელ ქალბატონს ბატონო გრიგოლ? აი ეხა ტელევიზორში რო იყო. მოსული არ იყო პრეზიდენტი ამხანაგი იანუკოვიჩი, რომ პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ შემოიღო უკრაინის ნეიტრალიტეტის აქტი და შეაჩერა ქვეყნის ნატოსკენ, რუსეთს გაუგრძელა 50 წლით სიმფეროპოლის სამხედრო ბაზის არენდა, გადასცა მას ბალაკლავაში წყალქვეშა ნავების ბაზა და იმ 14 პუნქტიდან, რაც გამოგორებული იყო რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებზე, ყველაფერი დააკმაყოფილა. და ამის შემდეგ შეეკითხა რუსეთს. და გაზის საქმე როგორ იქნება? რუსებმა უთხრეს მაპატი, მაგრამ გაზის საქმე ეგ სხვა საკითხი არისო. ის 14 პუნქტი ხომ მოგვეცი, ახლა გაზი დაუშვეს და კომერციულად დავილაპარაკოთ და უკრაინა აგზელებდა თითქმის კომერციულ ფასად იხდიდა თითქმის $450 1000 კუბურ მეტრზე. საქართველოს ეკონომიკურ ზომებს რაც შეეხება, ჯერ ერთი პანიკა არავინ არ დასცესოს ჩვენ მაყურებელში, იმიტომ რომ საქართველოს უკვე გაუქმებული აქვს თითქმის 99% ევროპის კავშირიდან საბაჟო გადასახადების, მოსაკრებლების და ასე შემდეგ ევროპის კავშირიდან შემოსული საქონელის. ჩვენ ამან არ დაგვანგრია. რაც გასაკეთებელი არის ორივე მხრიდან, ეს არის საბაჟო და სავაჭრო რეგულაციების გაუქმება. ან და კიდე უკიდურეს შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში უკიდურესი გამარტივება. მადლობთ. ერთ წუთი, სურსათის უმნებლობა.
ეს ჩვენი შვილებისთვის არ არის, სანიტარია და ფიტოსანიტარია. თუ ბრიუსელისთვის არის ესა. დიდი მადლობა. ინტელექტუალური დამთავრებიათ ქალბატონი და დამიჯერეთ მაყურებელს. მაგრამ დისბალანსია. მე ამდენი არ მისაუბრე. ქალბატონმა პირობას გაძლევთ აღარასოდეს მოვალ ამ ეთერში. არა, ქალბატონმა ანასო მეტი დრო ხონდეს. დოკუმენტის წაკითხვა და თქვენ აკეთებთ ახლა პარაფირებას პარაფირებას არ ვაკეთებ. არა, უბრალოდ რეკლამის დროა და ამიტომ გაჩქარებთ მხოლოდ. არ დაგეკარგებათ შემოსავალი და ბოლოს რაც მთავარია, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, რომ საქართველოს ჩვენი სავაჭრო მარკები, ჩვენი ინტელექტუალური კუთვნილება არ იყოს ბულგარეთში, რუმინეთში და ასე შემდეგ ფალსიფიცირებული. რა დავთმეთ? კი ბატონო, დაასრულეთ ქალბატონო სალომე და გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ აუდიტორიასთან ერთად დაუბრუნდებით, გისმენთ. თუ დამრჩა ცოტა დრო, მე ვიტყოდი რომ მნიშვნელოვანი არის ყველაზე უფრო რომ ეს არ იყოს დოკუმენტი, რომელიც არჩება დოკუმენტად, იმიტომ ეს სიტყვები გაგონილი გვაქვს, რამდენი წელი არის ტრიალებდა და არაფერი არ კეთდებოდა მიმართულებით. ფიტოსანიტარიაზე ლაპარაკი სასაცილო არის იმათგან, რომაც მოხსნეს მთლიანად, გაუქმეს ყველა სამსახურები, ანტიმონოპოლიური გაუქმეს და ამიტომ იყო საკმაოდ მე აღადგინეთ? ჩვენ აღადგინეთ ეს. აღარ ჩავერიო თუ შეიძლება. ანუ მნიშვნელოვანი არის არა სიტყვები, არა რეტორიკა, დემაგოგია იქაც იყო, აქაც არის, არამედ რეალობა, რაც არის თქვენი პასუხისგებლობა და მოგთხოვთ ამის შესახებ პასუხს ყოველდღიურად. და რაც მთავარი არის, კიდევ ერთხელ მე ვიტყვი და მე მაქვს ამის მე მგონი უფლება, რომ მთავარი არის არა გაწევრიანება და როდის მოხდება, იმიტომ ამ დოკუმენტში და დღევანდელ მოლაპარაკებებში არ დევს გაწევრიანება, პირიქით ყოველდღიურად ევროპა იძახის, რომ ეს არ არის ჩვენი მიმართულება, ეს არის პროცესი, რომელმაც უნდა გამოიტანოს ჩვენი წელში გამართვა და წელში გამართული საქართველოს ექნება საშუალება, რომ რუსეთსაც დაელაპარაკოს, თურქეთსაც, ირანსაც და ბევრ სხვა ქვეყნებს დღევანდელ გლობალურ სლოფრიოში. ასე რომ ნუ შევშინდებით რუსეთის რეტორიკით, არ არის საჭირო რომ შეგვაშინონ ანაქით, ანიქით. მთავარი არის რომ ჩვენ ვიცოდეთ რა გვინდა ჩვენ როგორც სახელმწიფომ და წინ წავიდეთ ამ გზაზე, ეს არის ჩარჩო, რაც არის მოცემული სხვა ქვეყნების, რომელიცთანაც გვაქვს ფასეულობების საერთო ბევრი, მათი გამოცდილების ჩვენთვის გაზიარება და ამისთვის ტექნიკური და სხვა ტიპის დახმარება, მაგრამ ხელგაშლილი და მათხოვრად ამას არ უნდა ველოდოთ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენ. და თუ თქვენ არ გააკეთებთ, ახალგაზრდები არიან აქა, მაშინ არაფერი არ იქნება და ევროპისგან არ უნდა ველოდოთ. და ბოლოს კიდევ ერთხელ რამე უნდა ვქვა აუცილებლად, მოლაპარაკება და ამისი უფლებაც მაქვს, მე მგონი, მოლაპარაკება რუსეთთან აუცილებელია, შესაძლებელია, მიღწევაც რამე რეზულტატის შესაძლებელია და მე მგონი დავამტკიცე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, არასოდეს არც ერთ ქვეყანაში ოპოზიციიდან არ ელაპარაკებიან ქვეყანას, რომელიც არის ოკუპანტი ტერიტორიების ნაწილის. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი. მე წარმატებას გისურვებ. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა და რეკლამის შემდეგ ბრუნდებით კითხვით, რა არის თქვენთვის ევროპა? ბევრი საუბარი ჩვენს ქვეყანაში აუდიტორიას მინდა მივმართო. ბევრჯერ უფრო სწორედ მოგვისმენია საბედნიეროდ არა დიდი ნაწილის მხრიდან, მაგრამ მოგვისმენია, რომ აი ევროპა ანგრევს ქართულ ღირებულებებს, რომ ევროპა ანგრევს ტრადიციებს. რა სიტყვით თქვენ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში ვართ. მართლაც ჩვენ ვართ კვლავ პირდაპირ ეთერში, შემოგვიერთდნენ გიორგი კეკელიძე, სერგი გვარჯალაძე, ქეთათო ჩარკვიანი, საღამო მშვიდობის გილოცავთ დღევანდელ დღეს. ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. კითხვა, რომელიც მე დავსვი რეკლამამდე. რა არის თქვენთვის ევროპა? არც თუ ისე იშვიათად მოგვისმენია, რომ აი ევროპა არის ერთგვარი საფრთხე. კიდევ ერთხელ გაუსვა მხას საბედნიეროდ არც თუ დიდი ნაწილისგან ჩვენი საზოგადოების, მაგრამ რომ ევროპა არის ერთგვარი საფრთხე ქართული ტრადიციების და ქართული ღირებულებების წინააღმდეგ. რა სიტყვით, როგორი არის ქვეყნის მომავალი თაობის პასუხი? რომელი გამცემთ? კი ბატონო, აიღეთ მიკროფონი, გადააწოდეთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ევროპას საფრთხე ჩემი აზრით ქართული ტრადიციებისთვის არ არის.
ანუ ევროპაში ყველა ინარჩუნებს თავის ტრადიციას, რომელი სახელმწიფო შედის, ის პირიქით უფრო იცავს თავის ტრადიციას და უფრო ამტკიცებს. უბრალოდ მთავარი არის აქ როგორ დაიცავ აქ შენ ტრადიციას, როგორ წარმოაჩენ ევროკავშირში რო შედიხარ და რას ეტყვი და რას დაანახებ. თუ შენ დაანახებ, რომ შენი ტრადიციები შენთვის ძვირფასი არის, შენ ამისი გულისთვის თანახმახარ რაღაცეებზე თქვა უარი, მაგალითად. არ ვიცი, ნებისმიერ რამეზე. თუ შენი ტრადიციები შენთვის ძვირფასია, მე ასე ვიტყოდი, და შენ ამის დიახ, ძალიან. თუ შენი ტრადიციები შენთვის ძვირფასი არის და ამას დაანახებ შენ ევროპას და ამით დამერწმუნდ, რომ არც ერთი ევროპის სახელმწიფო და არც ერთი ევროპის მეთაური შენ არ დაგაცალებს შენი ტრადიციებზე უარის თქმას. თავარი არის შენ ამას როგორ წარმოაჩენ და როგორ დაანახებ მათ ამას. კი ბატონო, რა სიტყვით თქვენ? რა შეეხება ჩართულია მიკროფონი. რა შეეხება ევროპას და ტრადიციებს, ევროპა არანაირ შემთხვევაში არ არის საფრთხე რომელიმე ქვეყნის ტრადიციებისთვის. ევროპის ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველობა, მთავარი სიმდიდრე არის სწორედ მის მრავალფეროვნებაში. გამომდინარე აქედან ზედმეტად გადაჭარბებულია საუბარი იმაზე, რომ ევროპა რაიმე საფრთხის შეცვლილია საქართველოსთვის. პირიქით, ევროპა არის საქართველოსთვის საქართველოს იდენტობის დაცვის მყარი გარანტია, ამასთან ევროპა არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებათა დაცვის და ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მყარი სტიმული და მყარი გარანტი. დიდი მადლობა, გისმენთ და მე გადავდივარ ჩვენ სტუმრებთან. ჯანეთ, კი ბატონო. მარტივად გეტყვი, რატომ არ უნდა ეშინოდეს ადამიანს ევროპაში შესვლის ან ცივილიზაციის. მოვიყვან გადავხედავ ისევ საქართველოს მატიანეს ყველაზე კონკრეტულად, რომელიც სემს ამ კითხვას პასუხს. ავიღებ ერეკლე მეორის ვაჟის ალექსანდრე ბატონიშვილის მოღვაწეობის პერიოდს, ის როდესაც გაიქცა საქართველოსთან წავიდა ირანში. მაშინ იყო ომარ ხანი. ომარ ხანმა ალექსანდრე ბატონიშვილი დაასახლა იქ, სადაც იყო ბაბილონიდან გამოდევნილი ქრისტიანები. და რას წერს? ალექსანდრე ბატონიშვილი იმდენად პატივსცემდა თავის სარწმუნოებასა და რელიგიას და თავის პირად ტრადიციებს, რომ არ შემეძლო დამესახლებინა იმ ადგილზე, სადაც ის თავს კომფორტულად არ იგრძნობდა. აი მე მინდა რომ ალექსანდრე ბატონიშვილის ნაირი ადამიანები იყვნენ საქართველოში, ცემდნენ საკუთარ მეს პატივს, საკუთარ ტრადიციებს და აი გამოწვეული იქნება აქედან ევროპის საქართველოს პატივისცემა. ეს იქნება ჩვენი ყველასი ერთად სამართლიანობით და გამარჯვების გზაზე. კი ბატონო, გადაწოდეთ, თუ შეიძლება გისმენთ ბატონო. მოგესალმებით კიდევ, არა, მე ახლა ახალგაზრდებს არ ვეკამათები, მე მინდა წინა სამ ქალბატონს, სამი ძალიან გაბრაზებულ ქალბატონს უთხრა, რომ ასეთი ტონით საკუთარ ხალხთან, საკუთარ ადამიანებთან საუბარი არ არის. იგრძნობოდა მათში, რომ ეს ადამიანები იყვნენ რაღაც წინა ხელისუფლებისაგან გაბრაზებული და ამ გაბრაზებას ანთხოვდნენ დღეს. ამას ნამდვილად ვერ დავეთანხმები, ხო და მე მინდა ქალბატონ განსაკუთრებით კობახიძეს მადლობა უთხრა იმაზე, რომ არ დაგწყევლა და ისე რომ არ წავიდა აქედან. დიდი მადლობა, გისმენთ და გადავდივარ სტუმრებთან. დიახ. რეფორმატორები, თქვენ ალბათ გულისხმობთ ამ რაღაც ნეგატიურ გავლენას ევროპაზე, როცა იყო ერთი ამბავი გამოწვეული ამ ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ და სწორედ აი ამ პერიოდში გვესმოდა ჩვენ ასეთი ტიპის შეფასებები. მე სწორედ გავიგე თქვენი ნათქვამი და მინდა გითხრათ, რომ იცით რა არის, ისევე როგორც არ მინდა ჩემო შვილმა უყუროს კაცი როგორ კოცნის ქუჩაში კაცს, ისევე არ მინდა ნახოს ადამიანების გააფთრებული ბრბო როგორ ურტყავს მეორეს, ნებისმიერი ნიშნით განსხვავებული, ვინც არ უნდა იყოს და უმთავრესი უნდა იყოს ეს სწორად და უპირველეს ყოვლისა იმ ბავშვები, რომლებიც უნდა იზრდებიან იმ ოჯახში, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ და რა მაგალითსაც აჩვენებთ, მიიღებენ იმ მაგალითს. შეუძლებელია ამ ყველაფერს ერთმანეთთან აარება და ამის გამო ევროპაზე უარის თქვა. დიდი მადლობა. ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენ ვირჩევთ ევროპას. ძალიან კარგი, მე მიხარია, რომ დღეს ამ სტუდიაში შედან ადამიანები, ვინც ამას ამბობენ და სხვა შორის ერთი რამ უნდა ვთქვა, როგორც წესი ძალიან მიყვარს ხოლმე შოუს გაკეთება, სხვადასხვა განსხვავებული პოზიციები და დღეს იყო ის დღე, როდესაც გადავწყვიტე, რომ განსხვავებული პოზიციების ადამიანები კი არ უნდა მოგვეწვია ერთმანეთთან საჩხუბრად, არამედ მოგვეწვია ის ხალხი, ვინც მაყურებელს ეთყოდა, რომ ჩვენ ვირჩევთ ყველანი ევროპას. რატომ ვირჩევთ? რატომ გვინდა რომ ვიყოთ ევროპელები? ქეთათო გისმენთ? იცით რა ალტერნატივა გაგვაჩნია სხვა იმისთვის, რომ თუნდაც ჩვენი მეობა, ასე ვთქვათ, დავიცვათ და როდესაც ტრადიციებს ვლაპარაკობთ, საკითხავია ტრადიციას ვინ რად აღიქვავს, აი ჩვენი არსებობა რომ გავამართლოთ, სხვა ალტერნატივა არ გაგვეჩნია. ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვა, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა, სიტყვის თავისუფლება, პლურალიზმი არის უპირველესი ფასეულობა. ამას თუ საერთოდ რამე ალტერნატივა გააჩნია, ალბათ ძნელი წარმოსადგენია და სწორედ ამიტომ ჩვენს გადაცემაში დღეს სხვა მოსაზრება არ არის. როდესაც რაღაც ცოტა განსხვავებული აზრი მომესმა მე მანამდე რომ ამბობდნენ რუსეთთან დიალოგი უნდა შევინახოთ
დავინარჩუნოთ და ეს აუცილებელია და ჩვენ რაღაც იარლიკების არ უნდა გვეშინოდესო, ის ქვეყანა, რომელიც შენ სუვერენიტეტს პატივს არ სცემს, როგორ შეიძლება მასთან საერთოდ რაიმე სახის დიალოგში შესვლა, მე ეს არ მესმის. და დღევანდელ დღეს მე ვულოცავ თითოეულ ადამიანს საქართველოში მაცხოვრებელ ყველა მოქალაქეს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი შანსი მოგვეცა. ჩვენს კეთილგონივრულ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული შემდგომ რამდენად გამოვიყენებთ ჩვენ ამ შანსს, იმიტომ რომ ევროატლანტიკურ სივრცესთან, ასე ვთქვათ, ჩვენი ასოცირებულობა ზოგადად, ეს პირველი ნაბიჯები არის ერთადერთი გზა, რაც გადაარჩენს საერთოდ ამ სახელმწიფოს. სხვა ალტერნატივა ამას არ გააჩნია. დიდი მადლობა. გიორგი კეკეიძე, პოეტი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, რატომ ვირჩევთ ჩვენ ევროპას? საქმე ის არის, რომ ჩვენამდე თავისი აზროვნების წესით ევროპა აირჩიეს უფრო მნიშვნელოვანმა ხალხმა, ჩემს თავს გულისხმობ, ჩემს მნიშვნელოვანმა ხალხმა, როგორც იყო თქვათ ილია ჭავჭავაძე და როგორც იყო თქვათ ნიკო ნიკოლაძე, ჩვენ რაღაც აზრით ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას ფორმალურად ცხადია, ახლა შევდივართ, მაგრამ ბრუნდებით ევროპაში, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა მნიშვნელოვანი საბუთები და საშვები ევროპისკენ. თუნდაც შოთა რუსთაველის სახით, თუნდაც სხვათა შორის სულხან საბა ორბელიანის სახით, რომელიც ამ ამბავს ლამის შეეწირა და მე სიმართლე გითხრათ, ცოტა ცუდი ეჭვი მაქვს, რომ დღესაც შეიძლება არსებობდნენ ადამიანები, რომლებმაც შეიძლება სულხან საბა ორბელიანი წვერით ითრიონ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთ ხალხი არის ძალიან ცოტა. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ევროპას ვირჩევთ, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი ძალიან კარგი წინაპრების არჩევანი და ეს არჩევანი არ იყო საფუძველს მოკლებული, იმიტომ რომ ევროპა არის ერთი მხრივ დიდი განათლების კერა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 1/4 პუნქტი არის სწორედ ასოცირების ხელშეკრულების ეს, რომ დიდი თქვა ყურადღება მიექცევა განათლებას, მეორე მხრივ ევროპაში მთავარ ღირებულებად დღემდე რჩება ადამიანი. მნიშვნელოვანია ისიც მე მაინც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, როცა საუბრობენ წარსულზე, რომ პირველი წიგნი, რომელიც იყო თქვა ქართულ ალფაბეტზე მოცემული, დაიბეჭდა ევროპაში, ქართული იტალიური ლექსიკონი 1669 წელს და შემდეგ უკვე ამას მოყვა ანტინოზივერილის ამბები. ანუ ცუდი ევროპიდან არაფერი არ შემოსულა, ის ვინც რაღაცას ცუდს ეძახის პრინციპში მას შეუძლია ის არ მიიღოს და ისე გააგრძელოს ცხოვრება. ჩვეულებრივი ამბავია, ხო? ანუ მე მგონი რომ დრამატული სახეები ამ თქვათ სცენას ნელ-ნელა ჩამოშორდება, იმიტომ რომ ასე ხდება ხოლმე, ყველაფერს ყავს სკეპტიკოსები და მე ნელ-ნელა ისინი უკან მიდიან. რა სიტყვის სერგეი, რა სიტყვი შენ აი იმ ახალგაზრდა მომავალ თაობას, რომელმაც რეალურად უნდა მართოს ძალიან მალე ქვეყანა. რატომ ვირჩევთ ჩვენ ევროპას? ჩვენ ვირჩევთ ევროპას, იმიტომ რომ ჩვენ ალტერნატივა არ გვაქვს, დავით ახმები კეთათოს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა რეგრესი, ჩვენ არ გვინდა ველურებთან ერთად ცხოვრება, არ გვინდა იმ პირობებში ცხოვრება, რომელშიც დღევანდელი ჩვენი ოპონენტი თქვათ ცხოვრობს, ოკუპანტი, არ გვინდა რომ ვიყოთ გაუნათლებლები, ვიყოთ აგრესიულები და რაც შეეხება ევროპას, ევროპა ეს უპირველეს ყოვლისა ეს არის ჩემთვის პირადად სოლიდარობა, სოციალური აქტივობა, ეს არის ტოლერანტობა, ეს არის განათლება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ და ეს უახლოეს მომავალში ყოველ შემთხვევაში რაც შეეხება ვთქვათ, სწორედ განათლებას ვთქვათ და ეკონომიკას, ხო? ძალიან დიდი შანსი გვეძლევა დღეს და მე ვფიქრობ, რომ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, პრაგმატიზმი უნდა გამოვიჩინოთ, აი ევროპისთვის ძალიან დამახასიათებელია პრაგმატიზმი, ძალიან დამახასიათებელია კომპეტენტურობა და მე ვფიქრობ, რომ ახლა დადგა დრო, რომ ჩვენ აი ესეთი ემოციური კარგი გაგებით სისხლიანობა. ხო, სისხლიანობა გამოვიჩინოთ, ჩვენ ქვეყანაზე ვიფიქროთ უფრო პრაგმატულად და არ დავივიწყოთ, რომ ეს პასუხისმგებლობაა და ამისათვის ძალიან ბევრი შრომა დაგჭირდება კიდევ და რაც თავარია მე მგონია, რომ დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ თქვა პერიოდულად აი იმ ადამიანებს, რომლებსაც მაინც აქვთ რაღაცა ლტოლვა ამ ძველი საბჭოური არეალის მიმართ, ხო? იცით რა, ეს ძალიან მარტივად გადაწყდება, როგორც კი ჩვენ რაღაც გარკვეულ ეკონომიურ პრობლემებს გადავწყვეტ, იმ თავისვე გარკვეული პრობლემები გადაწყდება, თუნდაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აფხაზეთსაც დავიბრუნებთ ამ გზით, ეს არის ერთადერთი გზა დასაბრუნებლად, იმიტომ რომ ბრმა იქ არავინ არ არის, მათ ჩვენი ხმა ესმით, ისინი ხედავენ ჩვენ
როგორ ვიცხოვრებ. და მათ დღეს შესთავაზეს, რომ მათზეც უნდა გავრცელდეს ის ყველაფერი და უშუალოდ რაც უნდა გავრცელდეს. შეუძლებელია შენ იყო ახალგაზრდა ადამიანი და სურვილი კონდეს იცხოვრო დიქტატორულ რეჟიმებში, იქნება ეს რუსეთი, იქნება ეს სინგაპური თუნდაც. ამიტომ ახალგაზრდობა გაიმარჯვებს ისევ და საღი აზრი გაიმარჯვებს მე ვფიქრობ. ინტერაქტივში გვაქვს ასეთი შეკითხვა დასმული, რა არის თქვენთვის ევროპა ეკონომიკური კეთილდღეობა, რაზეც წეგან სერგი საუბრობდა, რომ როდესაც ამას იგრძნობენ საკუთარ თავზე, მერე კიდევ უფრო მეტად დარწმუნდებიანო პოლიტიკური სტაბილურობა თუ ადამიანის უფლებები. მაყურებელთა უზარმაზარი პროცენტი ამბობს, რომ მათთვის არის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვანი. რა არის შენთვის? ადამიანის უფლებებით იწყება, თითოეული ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული ქვეყანაში, სხვა შემთხვევაში არ განვითარდება ქვეყანა, შემდგომ უკვე ეკონომიკური კეთილდღეობა, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენზე არის დამოკიდებული. ჩვენ აი დიდ სივრცეს ჩვენი პროდუქცია უნდა შევთავაზოთ და უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მაღალ კონკურენციაში აი ამ ფერხულში უნდა ჩავებათ. ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა, მაგრამ არ უნდა გვეგონოს, რომ მხართეზოზე წამოწოლილები ვიქნებით და თვითონ განვითარდება ქვეყანა. ანუ ალტერნატივა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გაგვაჩნია, როდესაც არასწორი სპეკულირება მიდის იმით, რომ ჩვენ რა გვინდა, ესე ვთქვათ, ჯერ კიდევ ჩვენი ტერიტორიები არ გვაქვს დაბრუნებული და ესე შევიდეთ რაღაც სხვა ასოციაციაში, თუ არ ვიცი, რას გვისხმობდნენ კავშირში. აბა სხვა რა შანსი გვაქვს? ესე იგი ჩვენ ისევ და ისევ ვიყოთ მონები, მონურად რაღაც არაფერს ჩვენ არ წყვიტავდეთ, ვიყოთ გაუბედურებულები, ღატაკები და რუსული ბაზარი და რუსული ფული იყოს ტკბილი ფული, ეგ გვინდა? ანუ რაზე იყო ლაპარაკი ვერ მივხვდი. ჩვენ კეთილგონიურულ ნაბიჯებზე არის დამოკიდებული, რამდენად განვითარდებით და რამდენად ევროკავშირთან ასოცირებულობა იქნება ჩვენთვის ხელმოსაჭიდი. კი ბატონო, სხვა შორის ერთი თემა, რომელიც ძალიან საინტერესოა, აი საბჭოთა კავშირის ნოსტალგია, ვისაც აქვს 37 მანეთად ნაყიდი ბილეთი მოსკოვში გადაფრენა, გადმოფრენის, არის უფრო შედარებით უფროსი თაობის. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ კი, სწორედ ამაზე ამ მიმართულებით ვაპირებ შეკითხვის დასმას. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ უფროსი თაობის ყველა წარმომადგენელი ასე ფიქრობს, მაგრამ როგორ ფიქრობ, გიორგი, აი იმ თაობისთვის, რომელიც 37 მანეთად ნაყიდ მოსკოვის ბილეთს დღეს კიდევ აი სიამოვნებით იხსენებს მისტრის, ან და ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც რუსეთში საკუთარ პროდუქტს ყიდდა, ამითი ოჯახს არჩენდა და ასე შემდეგ, ადვილად გასაგები ენით ვსაუბრობ ჩვენ დღეს? ცით რა არის, მე მგონი რომ საკმაოდ გასაგებიანით ვსაუბრობთ, უბრალოდ მიზეზის გამო ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობს ამას და შესაბამისად რომელიმე მათგანის ნათქვამი მაინც მოხდებოდა მათ ყურს, თუ მათ უნდათ ამის გაგონება. მე მინდა გითხრათ, რომ 37 მანძი მე ამ საკითხებს არ მოვსწრები ვარ, პატარა ვიყავი, ნოსტალგია არის მათი უფლება და მე მგონია რომ ასეთი ადამიანებიც უნდა არსებობდნენ და ჩვენ ვერაფრით ვერ მიუთითებთ მათ, რომ ახლა მაინც თქვენ ჩუმად იყავთ პირიქით. შეიძლება ეს რაღაც თვალსაზრისით ბალანს ქმნიდეს და ცუდი არ იყოს. რაც შეეხება ინტერაქტივს, მე მგონია რომ სამივე მათგანი არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სამივე არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული მთლიანად. ადამიანის უფლება თუ არ იქნება დაცული, იქ ვერ განვითარდება ეკონომიკა, იმიტომ რომ სხვა შეფერხებები ექნება და პირიქით. ასე რომ, ნუ მესმის რომ ახლა ქვეყანაში არის ძალიან პრობლემური ეკონომიკური საკითხები და პირველ რიგში ადამიანს ეს ახსენდება, ძალიან ბუნებრივი ამბავია, მაგრამ ეს არის აბსოლუტური სინთეზი და ევროპა ამით არის მნიშვნელოვანი და განსხვავებული, თქვათ, სხვა შეიძლება წარმატებული ქვეყნებისგან, რომ სამივე ამბავი, იქნება ეს პოლიტიკური უსაფრთხოება, იქნება ეს ადამიანის უფლებები თუ ეკონომიკური კეთილდღეობა, არის აბსოლუტურად გადაჯაჭვული და რაც შეეხება იმ 37 მანეთის არგუმენტებს, როცა სამივე ეს იქნება ერთად, ეს არგუმენტებიც ძალიან მალე გაბატონდება. ალტერნატივა უჩნდებათ. ჯერთი საკუთარი ბიზნესი შეუძლიათ არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვაგანაც აწარმოონ, თუ ხარისხს დააკმაყოფილებენ, ეს ერთი. და მოსკოვის 37 მანეთიანი ბილეთი ძალიან ადვილად ჩანაცვლდება ევროპის. შეძღირდა მარტო თუ ორივე? არც მე არ მოვსწრები ვარ. არ ვიცი, მე აი ბატონო, ერთი წუთით მიეცით. კი ბატონო, სერგი, რაღაცის თქმა გსურთ, ბრძანეთ და შემდეგ. ასეთი დრო რომ 37 მანეთი კი არა, 27 მანეთი ზღირდა, მერე გაძვირდა წოდ. ერთი გზა ღირდა. ერთი გზა ღირდა კი, მაგრამ იმ დროს ევროპაში სხვა ფასები იყო. იყო დრო, როდესაც $100
ამერიკაში იყო ძალიან დიდი ფული. ის $100 იმ დროს დღევანდელ შეიძლება მილიონს უდრიდეს. ის ალტერნატივა რომ მე 37 მანეთად დავფრინავდი მოსკოვში. სხვათა შორის ერთხელ მეტროში შემხდნენ სამი მამაკაცი ჩემი ტოლები საუბრობდნენ რა კარგი დრო იყო როცა საქეიფოთო მოსკოვში მიფრინავდითო 37 მანეთად მაგრამ არავინ არ ლაპარაკობს იმ დროს რომ კარგად მუშაობდით სახელმწიფო წინ მიდიოდა და ქვეყანა წინ ვითარდებოდა არა მარტო ეს კონდათ რომ აი კარგად მივდიოდი ტანია გალია გულაობდით და ეს ალტერნატივად რომ ამიტომ იყო რუსეთი კარგი. კი ბატონო და სერგეი რა არის თუნდაც იმ თაობისთვის ან იმ ადამიანებისთვის ევროპა როგორ უნდა მივაწოდოთ ევროპა ჩვენ როგორ უნდა აუხსნათ რომ მათთვის ეს იყოს მომხიბლავი ნოსტალგიის მე ვფიქრობ ისევ და ისევ ძალიან კონკრეტული მაგალითები ტანია გალიას ნახავენ ტანია გალიას შეიძლება უფრო ლამაზი გოგოები არიან თქვა სლოვენიაში ბევრად ამიტომ სლოვენიისკენ უნდა გავხსნათ ხაზი უფრო მე მგონი რაც შეეხება როგორ აუხსნათ ადამიანებს მე მგონი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მედიას და სახელმწიფოს როლი იმისათვის რომ კონკრეტულად აუხსნათ თქვათ მოსახლეობას რა შეუძლიათ გააკეთონ რა შეუძლია მაგალითად რას მიიღებს გლეხი იმითი რომ ჩვენ გავალთ აი ამ ბაზარზე უპირველეს ყოვლისა ეს იქნება ახალი სტანდარტები რასაკვირველია რაც ყველაზე პრობლემატური იქნება ჩვენ შემთხვევაში ეს იქნება უამრავი საშუალება გავიგოთ თუ რა პროდუქტები გვაქვს ჩვენ თვითონ რომელიც ჩვენ არც კი ვიცით რომ საინტერესოა ევროპისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია რომელზეც დღეს რასაკვირველია ამ კონტექსტში ვერ ვისაუბრებთ მაგრამ ევროპა უზარმაზარი არენაა არეალია ჩვენი კულტურისათვის ჩვენ როდესაც საუბრობთ თქვათ ტრადიციებზე ჩვენ სწორედაც იმიტომ მე მაგალითად როგორც ქართველი სტუდენტი და ქართველი ადამიანი რომელიც წლების მანძილზე გერმანიაში ცხოვრობდი მე ვფიქრობ რომ მე საინტერესო ვიყავი ჩემი მეგობრებისათვის იმიტომ რომ ეს რაღაცა გარკვეული ეროვნული იდენტობა მქონდა ჩემი ენა გამაჩნდა და ჩემი ისტორია და ჩემი ამბები რომლებიც მომქონდა აქედან და სწორედ ეს ამიტომ ვარ ჩვენ საინტერესოები და რაც შეეხება უფროს თაობას მე არ ვფიქრობ რომ უფროსი თაობა რადიკალურად წინააღმდეგი ყოველ შემთხვევაში მე არ ვსაუბრობ ყველაზე რაღაცა ნაწილი ეს არსებობს ნაწილი რასაკვირველია მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენი სტატისტიკა გვაჩვენებს და გამოკითხვები გვაჩვენებს რომ მოსახლეობა მზად არის ამისთვის მოსახლეობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება ხოლო აი ეს დაჯგუფებები რომლებსაც ახლა ჩვენ ვხედავთ ხო პერიოდულად რასაკვირველია სხვადასხვა ევროპაშიც შესაძლებელია ეს ევროპის ნაწილია ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ მსგავსი ადამიანები იქნებიან ჩვენ უნდა ნეოფაშისტური ორგანიზაციებიც არიან სამწუხაროდ მაგრამ არის ეს ასეთი ტიპის ორგანიზაციები და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენ ამ დისკუსში უნდა მივიღოთ მონაწილეობა და უნდა ვიყოთ აქტიურები რომ თქვათ ისევ აი ამ შავმა ძალე ან წითელმა ძალებმა კვლავ არ გაიმარჯვონ ჩვენ ქვეყანაში. კარგი და კიდევ ერთი კითხვა უნდა დაგისვათ თითოეულ თქვენგანს რა მოლოდინი გაქვთ რავადა დაჭირდება საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამაზე პოლიტიკოსებსაც არ აქვთ პასუხი, მაგრამ როგორც მოქალაქეს, რამდენად ვართ დღეს მზად იმისთვის, რომ გავხდეთ რეალურად ევროპელები? ხო ეს არის ხო მათი დაკვეთა, რომ გარკვეული რეფორმები უნდა გატარდეს. ქართველები ევროპაში, რამდენად გრძელვადიანია თქვენი აზრით ეს კეთად? მაქსიმალურად ის რითიც შეიძლება ვიყოთ გამორჩეულები ფრანგებისგან, იქნება ბერძნებისგან თუ ვისგანაც გინდა, ეს უნდა წარმოვაჩინოთ. ამავდროულად უნდა განვავითაროთ რა თქმა უნდა რა ვიცი მუსიკალურად იგივე ყველანაირად უნდა ვიყოთ ნოვატორები. ჩვენი ინდივიდუალიზმით ძალიან ბევრს მივაღწევთ ალბათ. ინდივიდუალიზმი როგორც ბიზნესში, აგრეთვე რა თქმა უნდა ხელოვნებაში, არტში არ არის აუცილებელი ფილმი გადაიღო ამერიკული სტანდარტით იმისთვის, რომ ეს ფილმი იყოს კარგად საინტერესოდ ყურებადი, ხო, ვიღაცისთვის. ან არ არის აუცილებელი ცუდი ინგლისურით იმღეროს სიმღერა, შეიძლება ქართულ ენაზე ნამღერი სიმღერა ბევრად უფრო საინტერესო იყოს ზოგადად მსოფლიოსთვის. თავარია საკუთარ თავში, საკუთარ იდენტობაში იყო დარწმუნებული და იყო ღია ახალი ინფორმაციის მისაღებად. ანუ ეს არის ჩვენთვის უდიდესი შანსი. ჩვენ ვართ ძალიან პატარა მცირერიცხოვანი ერი, მაგრამ აი ეს ინდივიდუალიზმი თუ გადაგვარჩენს, სხვა გზა არ. დიდი მადლობა და დასასრულს კითხვა მინდა ასეთი აქედან გამომდინარე დავსვა. მე ვარ ქართველი, მასშტაბად მე ვარ ევროპელი 15 წლის წინ მოვისმინეთ ჩვენ ეს. დღეს არის საქართველო მზად იმისთვის, რომ გახდეს რეალურად ევროპა? იცით რა არის? ან ვართ ევროპა? საქმე ის არის
რომ თუკი ჩვენს თავში არ აღმოვაჩინეთ ეს ამბავი, თქვენ მოლოდინებზე ამბობდით, სხვაგვარად გაჭირდება ეს საკითხი, იმიტომ რომ სულ ვიქნებით დამოკიდებული გარემო პირობებზე. მე თქვენს პროფესიაში და სხვა დანარჩენებმა უნდა შევქმნათ ჩვენს ირგვლივ ევროპა და ეს იქნება ჩვენი მოლოდინის პასუხი. თუკი ჩვენს ორგანიზაციებს, ჩვენს პროფესიებს ავიყვანთ იმ დონემდე, რომ ეს ყველაფერი ვთქვათ შეესაბამებოდეთ იმ სტანდარტებს, მაშინ აღარ დაგვჭირდება ვთქვათ კონკრეტულ ვითარებებს გამობმა და ძალიან ადვილად შევალთ ევროპაში. ევროპელობა არ ნიშნავს მაინდა-მაინც რაღაცაზე ხელმოწერას, ევროპელობა ნიშნავს შეგრძნებას და გარემოებებს, რომელიც არის შეგრძნება. თავისუფლების შეგრძნება პირველ რიგში, რომელიც ხშირ შემთხვევაში გვაკლია ხოლმე. ტოლერანტულობა თუნდაც. ხო, ამაში შედის ბუნებრივია, როცა თავისუფალი ხარ, ადვილად ხარ ტოლერანტი. სხვა შორის, როდესაც მე ვიღებდი კამპანიაში მონაწილეობას, მე ვირჩევ ევროპას, ჩემი მთავარი სათქმელი, როდესაც მითხეს, რომ თქვი რაც გინდაო, მეც ამას გავუსვი ხაზი, თავისუფლება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ნამდვილად გახდეს ევროპის ნაწილი. დაასრულეს, ერგი, მოდი მოუწოდოთ ყველას, რომ ეს არის ის თემა, რომელზეც კინკლაობა არ ღირს ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც უკან მოიტოვა საბჭოთა კავშირი, როგორც იქნა. ყოველგვარ მოწოდებები არ მიყვარს საერთოდ, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ევროპა არ არის რაღაცა კონკრეტული რაღაცა სივრცე, რომელშიც გეოგრაფიული ტერიტორიაც კი არ არის. ხო, ჩვენ გეოგრაფიულად ძალიან ბევრი სხვადასხვა სტერილური სივრცე არ არის. ევროპა როგორც დემოკრატია ალბათ არის რაღაცა მიზანი ჩვენთვის დღეს და ისევ და ისევ ევროპულად გეტყვით, რომ ჩვენ პრაგმატულები უნდა ვიყოთ. შეიძლება ეს სივრცე გამოიცვალოს, ევროპაც იცვლება, ევროპას თავისი უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ დღეს ჩვენთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი მიზანია. ამ მიზანს ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ და ამისთვის უბრალოდ შრომა საჭირო. აი მოგიწოდებთ, რომ იშრომოთ იმისათვის, რომ ევროპელები გახდეთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვახერხებთ ადრე თუ გვიან, არ ვიცით, რამდენი წელი იქნება ბალტიის ქვეყნებს დაჭირდათ 10 წელი. ეს არ არის ადვილი გზა, ეს არ არის მოკლე გზა, ზოგი დღესაც არ შესულა იმისთვის, რომ ჩვენ ნამდვილად გავხდეთ ევროკავშირის წევრები, მაგრამ მე ნამდვილად მინდა და ჩვენ სტუმრებს და აუდიტორიას, რომ ჩვენ გავხდეთ ნამდვილი ნაწილი ევროპის. ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ, სერგი გვარჯალაძე, გიორგი კეკელი. ქეთათო ჩარკვიანი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები, ასეთი იყო აუდიტორიის მოსაზრება, ასეთი იყო ჩვენი სტუმრების მოსაზრება. მე რეკლამის შემდეგ დავბრუნდები პირდაპირ ეთერში, სტუმრებს კი დავემშვიდობები. მაშასე დღეს საქართველოსთვის ევროპის კარი გაიღო წინ, საკმაოდ რთული გზა გვაქვს, განუსაცდელი გზა, რაც ნიშნავს უფრო მეტად თქვენთვის ევროპა, ეკონომიკურ კეთილდღეობას, პოლიტიკურ სტაბილურობას თუ ადამიანის თავისუფლებას. მაყურებლების ძალიან დიდი პროცენტი ამბობს, რომ მათთვის ევროპა უკავშირდება ეკონომიკურ კეთილდღეობას. ალბათ გასაგებია, რატომაც წეღანაც თქვით გადაცემის შუა ნაწილში, რომ სწორედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არიან სამუშაო საძებნელად წასული ჩვენი თანამოქალაქეები, იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახებისთვის საარსებო ლუკმაპური იშოვონ და აქედან გამომდინარე, ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სწორედ ეკონომიკურ კეთილდღეობას აძლევს უმეტესობა ხმას. ასეთი იყო დღევანდელი რეაქცია მთავარი თემით. მე გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე, პარასკევს ზუსტად საღამოს 10-ზე ჩვენ მთავარი თემებით დავბრუნდებით დროებით.